ლუკა მაგარი upgrade გააკეთა ტელეფონიდან ლაპტოპზე გადავიდა და ჩარლზ დუბრონგს ოლივერადან GSP-ზე გადაგვიყვანა ძმაო. მაგრამ ისე დავჟე კი რომ არ ჩანს GSP. და დავწიო იქ. იცი რატო რომ ჩარლზ არ ეწყინოს რა ხოაზე ხარ. GSP რა თქმა შენ ხო ჩარლზი გევასება? ჩარლზი მევასება ჯერ მე და მე სხვებს. აბარა ჩარლზი და ჯოშუა ლაი. არ ვილაპარაკოთ? რაზე? ჩიკაძე არის წერა იმასში. ბიჭო, ყველაფერზე ვილაპარაკოთ. ყველაფერზე რა. ახლა არავინ არ იცის რის გამოა შახსნილი. ბიჭო, მე გავარკვიე. მე ფაშორის მოვიკითხე გიგა რა და გიგამ მომწერა რომ აროჩე 24 ივნისამდე არ შემეძლო ნევადა შტატში. ხუბიო. და 20 მაგის გამო რაღაცა დოკუმენტაციის ის იყო პრობლემა UFC-სგანო, მაგის გამო მომიწია ჩახსნაოთ, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ, ანუ არაფერი ტრამა არ მაქონეო რა. ბიჭო 4 დღით აცდააზე ხარ 20-ში ქონდა დანიშნული ბრძოლა. ხო რაღაცა და 4 დღით აცდა. 4 დღეაზე ხარ რა. კაროჩე და თავარია ტრამა არა აქვს რამე ისეთი რა და მაგის გამო. ბიჭო ერთი ქართველი მოიხსნა, მაგრამ ყველაზე დიდი ამბავი რაც არის მებო გილოცავთ ყველას რა. ლევან ჩოხელის დროც მოვიდა. ამდენი ხნის მერე, ამდენი წვალების მერე მიეცა ეს შანსი რა. საღოლ, აი რამდენი ხანია ვიძახით ვინ იქნება შემდეგი, როდის იქნება და ხომ მოვიდა ეს დრო. მაგას ვიზახეთ რომ ჩოხელი იქნება შემდეგი, მაგი უეჭველი ვიცოდით ჩვენ პრობლემთ ხალხი. აი დაახლოებით 1 წელია რა, რაც ლევანის UFC-ში მოხვედრა, ანუ აქამდეც კი ვიცოდით რომ ლევანი მაღალდონა იყო, მაგრამ ეს ბოლო 1 წელია. PFL-თან, ანუ ჯერ ხო ბელოტორში იყო, მე PFL-მა ბელოტორი იყიდა. PFL-თან კონტრაქტი ახარ გაახანგრძლივა, ასე ვთქვათ, შონ შელბისთან ლაპარაკობდა, ჩემთან პოდკასტში იყო რა მაგ პერიოდში და აი დეტალურად ვილაპარაკეთ მაგას. და სპეციალურად მაგის გამო არ გაახანგრძლივა PFL-თან კონტრაქტი, რომ UFC-სგან შემოთავაზების მიღება უნდა და შონ შელბისთან ლაპარაკები ქონდა, რომ მოგების სერიაზე დაბრუნდიო და მე ის ვქნათო UFC-შიო. როგორც კი ის ბრაზილიელს რომ მოუგო მე გერმანიაში მოგების სერიაზე დაბრუნდა, მეილი მიწერა და მაკედან გასული არის 1 წელი. ეს მეილი მიწერა, ანუ მე მეილზე ქონდათ რა კომუნიკაცია და სულ 1 წელი ლევანი ელოდებოდა short notice-ზე თავის შანსს. აი სულ ვარჯიშობდა რა. სულ ფორმაში იყო, რომ აი ვინიცობა ორ კვირაში დამიძახონო. ხოძე უნდა ვიყო და ეხლა სავარაუდოდ ეგრე მოხდა, იმიტომ რომ მე ლეონ შაჰბაზიანის ინსტაგრამი რო ვნახე, კაი ხნის წინა მაგის ბრძოლა დაანონსებული, ანუ მეტაკე ვერ ვნახე, და უნდა ეჭხობა, მაგრამ პოსტები იყო, რომ UFC-ს დებიუტი ექნება 20-ში თუ 21-ში და ეხლა ლეონზე გააფორმას ლეონმა სავარაუდოდ და ეგ არა. ხო, აი 2 კვირაა დარჩენილი, ხო, მაგამდე 2 კვირაშია ეკივენთი. ბიჭო და მაგაზე იცით ბევრი შაბაზიანის ვინმე ხო არ არის აი დღეს რო იჭხუბა ძმა პატარა ძმა ხო პატარა ძმა იმენა ძმა არის ვა ეგ არ ვიცოდი მაგრამ ტოპოლოჯი რო ნახე მაგარ ანუ ჯიცერია იმენა რა პირიქით შაბაზიანი 11 შაბაზია ეს არის სამშენი შახაბაზიანი აბა ჯიცერებს არ აფორმებენ UFC-შიო. რა ვიცი, ვეგავი. მოკლედ დავბრუნდით MMA ბიტალები. ნოსტალ გიორგი სართანია, ხვიჩექს ქორიძე, სოზა საბა სოზაშვილი და ჯიცერი ლუკა კვარაცხელია გილოცავ ჩემპიონთას ლიგას ანუ რა კვარაცხელია დანამე ხო ახლა და ეს არის MMA ბიტლების მეორე ვერსია, ანუ მეორე ეპიზოდი და Fight Hop პოდკასტი არის პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და YouTube-ზე გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან. Best country Georgia. Let's go. ძმებო დღეს გვაქვს ბევრი თემები განსაკუთრებით White House-ის თემა თელი სოფლიო უყურებს ახლა საქართველოს რა ილია თოფურიის სახით რა აი თელი სოფლიო ვინც MMA საერთოდ არ იცის გაიგებს
ეხლა იმიტომ რომ რა თქმა უნდა White House-ი ძალიან ბევრ თვალებს მოიტანს, არა მარტო კარგი, ანუ ბევრი რაღაც ცუდი ჰეითებიც არის რა White House-ზე პოლიტიკა და რაღაცა. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ანუ სოფლიოს იმაში არის რა, ყურადღებაში არის რა და ჩვენი დრო არის ძმებო. და რა თქმა უნდა ეხა უკვე ვილაპარაკეთ რა ლევან ჩოხელზე, ეგ არის ყველაზე მაგარი სიახლე ჩვენთვის და ბიჭო, არა მარტო რაფი და BKFC-ც საქართველოში მოდის და რა ხდება რა, ეს ვისი ჩაწყობილი საქმე არის რა. რაფი გავს მერაბაში საწყობილს, ესით და რიგით. იმიტომ რომ ედგარს რომ მოუგო, იქიდან წავედითო ჰენრიო თბილისშიო და ეს BKFC მართლა არ ვიცი, ძალიან გამიკვირდა. ძალიან მაგარი ამბავი არის. რაღაც ინსაიდერული ინფორმაციები მაქვს, რომ შეიძლება ქართველები ვნახოთ BKFC-ის ივენტზე. შეიძლება არა, ალბათ უეჭველი ვნახავთ, ძალიან მაგარი არის. ანუ გამას მებრძოლები? ქართველი მებრძოლები ანუ გამადა. უეჭველი. ანუ ლუკას ინსაიდერული ინფორმაციები აქვს. საიდან მომდის ნეტა ეგ ინფორმაცია? ხო და ძალიან მიხარია. მე ვიცი რომ ქართველი სტაფის წევრი არის BKFC-ში ერთი ნაცნო იმყავს. და ეხლა მაგან თუ მაგდენი იქნა რომ ძმებო წავედით ჩემთანო და ჩამოიყვანა მაღალდეს იმ კაცს. მაგრამ ძალიან მაგარი ამბავი არის. ძალიან მარტივია მაგ სპორტით გართობა რა, აი ყველაფრის ანახაობრივი სპორტი არის. თუ ოდესმე ვინმე რილსი ჩაურთავს BKFC-ს, მან თხოვენ მხოლოდ ჭიშველი მუშტებით. ყველა ბრძოლა იყურება, ხა თუ რაღაცა ბრუტალური სპორტის მიმართ არ გაქვს ის რომ აი მე მაინც რეიფს უშვებიან, უეჭველი გისწორდება რა, აი ძალიან სანახაობრივი სათან ძალიან მაღალი დონის მებრძოლები არიან. რა ხა ბოლო დარენტილის კამბექი ვინც ნახეთ, სასწაული რაღაცები ხდება რა და რა ვიცი 28 ნოემბერს არის როგორც ვიცი ველოდები უეჭველი წავალ მაგ ივენტზე სავარაუდოდ. კონა მაგრეგორი რო ჩამოვიდეს? ესეც უნდა ჩამოვიდეს. შეიძლება ისე. მაგრამ ესეც ჩამოვა რა. ეგ აპრომოუთებს ხოლმე წესით ხანდახან, მაგრამ ეხლა რა ესეთი დიდი, ესეთი გასვლითი ივენტს რამე კაი მეინ ივენტიც უნდა მოყვეს ალბათ რა, ლოგიკური არის და კონრაღაც იქ იქნება, ვინმეს ხოლმე ეთრეში თქოს. ძალიან მაგარი იქნება, ხო, სუიჩითება ხოლმე, თან წილები ხო აქვს რა. წარმოიდგინეთ, ეხლა კონა მაგრეგორი ილია თოფურიას ენემი, არ წარუკიანიც ჩამოდის ხოაზე ხარ, ეკენი ერთად თავს ვაცადმე რა, ხოაზე კონარის გვერდზე წარუკიანი. BKFC რაფი მართლა ყველაზე მაგარი კარდი რაც ქონიათ, აქ ექნებათ რა, ეს რაღაც სასწაული რაღაც გააკეთეს, ყველა ჭიდაობს საერთოდ. მე მაგრად მაინტერესებს სად ჩატარდება რაფი, იმიტომ რომ რაფზე ისეთი ხალხი შეკრიბეს რა, რომ ქართულ აუდიტორიას მაგრად ცდება ეგ, ანუ დაინტერესებული პირები ვისაც უნდათ რომ უყუროთ. ეგ ცარუკიანიო, იქ კიდე დაღესტანიდან არის რამდენიმე მებრძოლი, როგორც ვიცი. მუსლიმურ სამყაროსაც რო აინტერესებს ესეთი მებრძოლები ბევრი არიან. იქ ჩიმაევი, არ ვიცი, ჩიმაევს ბევრგან დაიწერა, მაგრამ ოფიციალურად არ არის დაანონსებული და იქნება თუ არა. ჩიმაევს ეხა აქ შემდეგში რა და საქართველოშიც თუ იქნება, ხო ჯერ არ ვიცი. არა, იქნება ხამზატი, იქნება. რა თემაა იცი რაც შეეხება ხო ის კავკასიური წერტილი, კავკასიის დედაქალაქი რეალურად ხო არის თბილისი. სადაც სომხები შეძლებენ ჩამოსვლას, რუსეთიდან დაღესტანელები და ჩეჩნები შეძლებენ ჩამოსვლას, აზერბაიჯანელები შეძლებენ ჩამოსვლას და ამ რაოდენობა ხალხს ამ რეალურად თბილისზე კარგი ლოკაციას ვერ მოიფიქრებდნენ რა. ანუ სხვა ვარიანტი არა. თუ გინდა რომ ეს მებრძოლები ჩამოიყვანო, თან ახლო მაგათი ხალხი მაგათი ხალხი მოიყვანო რა, მაგათი აუდიტორია. სხვა ნებისმიერ სხვა წერტილზე რუსეთში სავარაუდოდ არ ჩაატარებენ და სხვა ნებისმიერ წერტილს სად მოიყვანოს, სასომხეთში ჩაატარებენ აზერბაიჯანის და თურქები არ მომდენ, თურქეთში ჩაატარებენ და სომხები ჩახსნილი არის, ანუ ამიდან გამომდინარე ცარუკიანი ჩახსნილი არის, ესე რომ ვთქვათ, აზერბაიჯანშიც იგივე ნარატივი, ამიტომ როგორც კავკასიის დედაქალაქი თბილისი, მაგიდან მე ვფიქრობ, ესაა მთავარი წერტილი. რომ მარკეტინგულად ყველაზე კომფორტული ადგილია რა, პლუს ახლა მაგალითად რაღაც სტამბოლში შეგიძლია ჩაფრინდე ნებისმიერ აეროპორტიდან, უდიდესი აეროპორტიდან, შტატებიდან, ლოს-ანჯელესიდან და სტამბოლში, შემდეგ გადაფრინდა აგერი გაქვს თბილისში რა. მაგას მოეკომფორტულება თუ უეჭველი. მაგით დარწმუნებული მაგაში არის მთავარი წერტილი რა. ну რა თქმა უნდა კიდევ ჩვენი ჩემპიონების, ჩვენი მებრძოლების და ჩვენი მებრძოლების სახელიდან გამომდინარე არის, რომ საქართველოს მაპზე ვართ. არა მარტო პროსტა ნაწილად, უკვე ცენტრალურ ნაწილად რა რეგიონში.
ბიჭო BKFC ბონუსისავით არის ეხა RAF-ი მესმის ხო ყველას ესმის საქართველოს არის მოჭიდავების ერი რა ხო ასე ხა და აქ რო ჩამოვიდეს ხო არ გაკურდება მაგრამ ეს BKFC იყო უცებ უფრო ის რა ხო ასე ხარ ანუ თითქოს ერთი ხაზით ორივე ხო ასე ხარ რა ძალიან გააზრდა ეხა ამერიკულია ხო ისე კი თუ ამერიკული კი ამერიკულია real American freestyle რა დაჟე იმან გააკეთა Hulk Hogan-მა გააკეთა მგონი და Kurt Angle-საც რაფი ხო BKFC-ზე მეკითხეს Bare Knuckles შენ ისე Bare Knuckles-ზე იმაშვები Bare Knuckles ამერიკულია ხო ეგ ორგანიზაცია კი ეგეც ამერიკულია მაგრამ ევროპის ისა ევროპული ვარიანტი მე მაქვს ნახე და მაგის მე როგორც ვიცი და ისე დაარსებული შტატებში არის როგორც ვირკო მაგის ორგანიზაცია რა ამერიკიდან თუ ეგეთი ორი დიდი ორგანიზაცია ჩამოდის ეს ძალიან დიდი ლეუსია რა ლეუსი და ნიშანი ხო მომავლის ხო მადმიდი რაღაცების იმედი რო იყოს ხო რას ფიქრობთ ანუ UFC რო ნახავს ამას ხო ძალიან ბევრი საერთო ის აქვს ლინკები აქვს ეხა იმიტომ რომ RAF და UFC არიან პატარა ძმასავით არის RAF-ი რა UFC ხო ეს არის სატესტო ვერსია ჩემი აზრით დაგასწრებთ ცოტას ანუ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი ძალიან ბევრი არის მაგაზე დამოკიდებული რა შესაბამისად ხა არ ვიცი ლოჯისტიკურ ამბავში ვინ როგორ რანაირად იქნება გარეული არ ვიცი ახლა მაგალითად რაც ჩვენ თუ შეგვეხება რაღაცები ანუ ჩვენი მხრიდან რა პასუხისმგებლობები არის მაგალითად საქართველოს მხრიდან ანუ ადგილობრივი სტაფის მხრიდან თუ ვინმე არის იმიტომ არის ხოლმე რომ მაგალითად Brave თუ მიდის ესპანეთში და Fight to One-ის გუნდი ეხმარება მაგალითად ლოჯისტიკურ ამბებში, აი საქართველოში ხა RAF-ს ან BKFC-ს ვინმე თუ ეხმარება, არ ვიცი რა, ეგეთ ამბავში. თუ ან თლიანად მათი სტაფი ჩამოდის და თუ კარგად წარიმართება ეს ორი ივენთი, თუ გადაივსება და თუ UFC დაინახავს პოტენციალს არენაში, ხო მაგარი. მაგრამ მეორე მხარეც არის, ვაიდა ვერ წარიმართოს კარგად, შეიძლება დაწუნებული მერაბი RAF-ს დახურავს მოიწვევ. მერაბი კი აი BKFC-ს არ ვიცი რა, BKFC ისა სარუკიანიც ცალკე დახურავს RAF-ს თბილისში დამიჯერეთ. მაგრამ BKFC ყველაზე მაგარი ის არის, რომ საინტერესო სატარდება რა და რა აუდიტორიას გავქაჩავთ. აქ იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემა თითქოს ეგ იყო ხოლმე რა სად უნდა ჩატარდესო რომ ამდენი ხალხი დაიტიოსო და BKFC-ს ატარებენ ამდენი ხანია და სადაც აპექსში ატარებენ ახლა სპორტის სასახლე ბევრად უკეთესი არენა არის ვიდრე ყველას ხმა მესმის ხოლმე დოლარო არის აი რა ვინას ლაპარაკობს და რა ვიცი ხა ბიჭო გახსოვს პიტერიანთან მერაბა რო იჭუბა პირველ ბრძოლაში უფრო პატარა ლოკაცია რო იყო მაგრამ სულ გაჭედილი რო იყო ხალხით რაღაც სასტუმროსავით რო იყო ხო გახსოვთ ანუ მერაბი პიტერის ჩხუბი რა, ეგეც პატარა იყო, მაგრამ ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო და სპორტის სასახლე მაგაზე დიდი ხო არის რა. აი კენაზე რა ვიცი, მე კენას რო უყურებ, ფიქრობ რომ შეულებრივად შეიძლება იყოს რა. არა? ანუ რიცხვებში უბრალოდ არ ვიცი რა. მაგრამ მე რაზე ბინა იცი BKFC-ზე დალაპარაკება რომ რეალურად ახლა გურამ ქუთათელაძის თავისუფალი აგენტია და რეალურად თავისუფლად შეუძლია რომ მაგაიჩიტოს ჩემი აზრით რა ყველაზე რეალური კანდიდატი სავარსკვლავ ქართული სახელით მაგი აქვს რა პლუს ახლა თუ თბილისში არიან აქვთ მაგის საშუალება რაღაც მაგარი შესთავაზონ უბრალოდ რა მე მგონი არ აქვს კარატე კომბასთან მაგას არანაირი ექსკლუზიური კონტრაქტი რომელიც უგზავნავს ნებისმიერი ნაბიჯის გატმას ამიტომ საკმაოდ სერიოზული იქნება იცოლა ბულაიძეს აქვს ნაჭუბარი BKFC და რა ვიცი ნოემბრამდე შეიძლება იცომას იჭუბოს საინსული არაფერი არა იცოს რა თემა ქონდა იცი მაგან ზოგადად ხო ხერგად გამოიყენებს BKFC რომ კონტრაქტიდან დაეძლია თავი რა თავისუფალი აგენტი გაყვა მხარიყო და მაგპონჩი გამოიყენა BKFC რომ განთავისუფლებია კონტრაქტი თავი მაგან side quest-ისავით ქონდა ხო side quest-ისავით ხო რა მაგპონჩი გამოიყენა მაგრამ რა თქმა უნდა ხა ისო ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის მაგრამ სუპერსტარი ქართული სუპერსტარზე როგორ ლაპარაკობთ ხა ძალიან დიდი სახელი რეალურად მარტო ურამი არის მაგ კანდიდატურაზე უბრალოდ მე გურამს ნამდვილად არ მინდა რომ გურამი ვნახო BKFC-ში რა
იმიტომ რომ მარტო მუშტებით გურამი მე არ მინდა ვნახო რა. გურამს აქვს ულამაზესი სტენდინგ სტილი ყველგან ხო აზე ხარ. ხელებიც რა თქმა უნდა კაი აქვს, მაგრამ აი კარატე კომბატი მაგრა უხდება ძალიან რა. მოგესმის ხა მარტო ის რო არის ცოტა შეზღუდვა ცავით გამოდის, როცა ეგეთი მაგარი ფეხები გაქვს რა, რას ფიქრობთ? დასწრებას არ დავფიქრობდეთ ნებისმიერ შემთხვევაში კანდიდატურა მაგაზე მეტი კარგი არ წარმომიდგენია მის შეიძლება შემოსთავაზონ. შეიძლება გაგვაოცონ და რაღაც საინტერესო უფრო შემოგთავაზონ, მაგრამ მე ჯერ ვერ წარმოვიდგენ მაინც და მაინც უნდა შემოგთავაზონ. აუ რა გადაჭრა. რაღაცა კაი უნდა მოიფიქრო, იმიტომ რომ რაფს ეხა მაგალითად ქართველები რო არ მივიდეთ, მაინც გაიუსება ის დარბაზი. ანუ ისეთი სცენა არის ხა ის მარტო ხამზატი და სადულაევი გააუსებენ. სადულაევი და სნაიდერი რეალურად ძალიან სუპერ მატჩი არის. მე ჭიდაობ. მაგათ ხო ბევრჯერ აქვს ერთ მატჩში ჭიდაობ. კი. სამჯერ მგონი. სამჯერ და 3-1 არის ისა. ხო, ის იგებს სადულაევი უგებს, მაგრამ მე ხა ერთხელ მოიგო იმან მგონი მეორე რა. სოფლიო ჩემპიონატი მოუგო მის დროს და რა ფურორი იყო მაგას, რა თქმა უნდა, ერთგვარი და დღეს ახლა კაილ სნაიდერი შეიძლება უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, რადგანაც სადულაევმა სხვა ჭიდაობები ბევრი წააგო და ვისთანაც წააგო ჭიდაობები, ხო, იმათმა რაფში წააგენ ჭიდაობები, ამიტომ ცოტა ისეთი თემა არის, მაგრამ საინტერესო მატჩი არის. მოისაც ჭიდაობა უყარს, რა თქმა უნდა რა და პლუს მრავალფეროვანი აუდიტორია მოყავს, ჭიდაობის მოყვარულები და MMA-ის მოყვარულები ძალიან მნიშვნელოვანია მაგინა მოყავს. მაგრამ ძალიან დიდი ამბავია ეს რა, კომბატ სპორტის სამყაროში საქართველოს. USBJJ როდის ჩამოდის ვერ გავიგე. სოზა უკვე მანდარი. მაგადაც ხო არის ცირე. ვანდაც ხო არ ყავს ვინ. ორტეგა მინდა. ლუკ. მე მაგრამ წურავდი ორტეგას და ჭიკაზეს ჩხუბს რა, ყოველთვის მეგონა რომ ორტეგას სტილისტურად ჭიკაზესთვის მაგარი ჩხუბი იქნებოდა და იმ დღეს შეხვდა ჭიკაზეს თორზე ორტეგასთან ერთად გადაღებული სურათი, მაგრამ გამეთყდა იმენ. ბიჭო, ჭიკასთან ვარჯიშობს ახლა ორტეგა. ხო. იგაზარბაში. ორტეგა, სარუკიანი და სურათი ვნახე ხო მაგის. ბევრი UFC-ის მებრძოლის სტუმრობს გიგას დარბას. ბიჭო, სანამ გადავალთ რა, BKFC და იმის თემიდან რა, რაფის თემიდან რა. რამე ხო არ გვინდა კიდე ამაზე რა. ანუ რა უნდა ვთქვათ ისეთი რა, ყველაზე მაგარი ეგ არის რა, რომ რეალურად ახლოვდება რა ის რაზეც რა ვიცი. გიგაც ახსენეთ ის ანუ კოვიდის დროს გიგა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ახსენა UFC ჯორჯია რა, რომ ახლოს მოსულიყო და რამდენი წელია მაგაზე ვომობთ მერე იქ მერაბი ილია და ყველა მაგაზე ლაპარაკობს რა და ნელ-ნელა აი ემზადება რა საფუძველი მაგისტვის რა და ეს იქნება რა ვიცი ეგ იქნება აი რეგიონალური MMA-ის განვითარებისთვის ძალიან მაგარი რაღაცა იმიტომ რომ ადგილობრივ მებრძოლებს ძალიან ბევრ მებრძოლს მიეცემა შანსი რომ რაღაც თავი გამოიჩინოს იქ იქნება რომ აი ბიჭები ჩაჯდებიან პირდაპირ ქარდზე იქ იქნება შანსები რომ თუ ვინმე ამოვარდა short notice-ზე ჩაჯდეს ვინმე ადგილობრივი და ასე შემდეგ რა ანუ სხვა мотиваცია იქნება რა სხვა საერთოდ სხვა რაღაცები სხვანაირად წარიმართებას თვითონ საქართველოში MMA და ეგ არის ყველაზე კარგი რა და პირდაპირ საქართველოდანაც მოხვდებიან უკვე მებრძოლები UFC-ში და არა სხვადასხვა ქვეყნებიდან რა და რა ვიცი, მაგ ძალიან დიდი ანუ იმდენად დიდი ამბავი ხდება და იმდენად დიდი ამბავისთვის ემზადება უკვე რეალურად ეს ყველაფერი საფუძველი, რომ ჯერ ჩემი აზრით, რა ვიცი, ხალხი ვერც იაზრებს მაგას რა, კარგი. სიგიჟე იქნება რა, ძალიან მაგარი იქნება ორივე რა და მე UFC-ს დროც მოვა რა და ძმებო, shout out მინდა გაუკეთო რა. ძალიან მაგარ კაცს, გუშინ იყო Brave რა, ევროპაში იყო. ლაშა აბრამიშვილს მოულოცოთ Fight Hop-დან ძმაო ჯიგრესი მხეცი ხარ მეორე დაამარცხა ხო მგონი ხვიჩი მეორე დაამარცხა 4-0-ზე აქვს Brave-ში თუ სწორად მახსოვს და რავი კამრის დრო არის უკვე რა აი ისეთი თხევადი ტიპი არის ჩემპიონი უბრალოდ სირცხვილა და უშუალოდ Brave-საც წყვენია მისი თხევადობის მაგრამ
მოიპოვა ტიტული და ეხა ფასიც ვერ მოიქცევიან ვერ გადააგდებენ, მაგრამ მაქსიმალურად ხევადი ტიპი არის ჩემპიონი რა, საზიზღრად ხევადი ტიპი არის, რომ მაგის ფანი როგორ შეიძლება იყო, არ ვიცი და ელოდებოდა UFC-ს სერბეთში მაგი ტიპი, რომ ვითომ მე გავექცევი ლაშა აბრამიშვილს UFC-ს სერბეთში, მაგრამ UFC-ს სერბეთში ქართში არ შანს მაგი რა. და მაგიდან გამომდინარე იმედი ან მოუწევს თავის ქამრის დაცვა, ან მოუწევს ქამრის დატოვება და წასვლა რა. ვაკანტურზე შეიძლება იბრძოლოს, იმიტომ რომ ეხა ხო ჩადის UFC რა. ანუ სერბეთში ხო ჩადიან რა, უკვე დანიშნულია. ჩადიან, მაგრამ ეს ტიპი არა ქართში. მაგის შევაბრძოლო. არ არის ანონსში, ხო, იმიტომ რომ ნუ ახლა რეალურად კი პატრონობენ და რაღაც მაგარი პატრონი ყავს, მაგრამ ძალიან ანუ ანტიპატიას იწვევს დის რავი რა. მე რომ მაყურებელი ვიყო მისი გასირბილისგან თუ პედი ბიმბლეტი გააფორმენ UFC-ში, რადგან კაი ფან ბაზა ქონდა და ასე შემდეგ, ხო? ამას ფან ბაზას არ აქვს, ძლიერი და ძალიან ხევადი ტიპია და რეალურად ნეგატივს იწვევს, არა მარტო იმიტომ რომ ჩვენსაც გაურბის. არამედ უბრალოდ იმიტომ რომ ტიპი მასე არჩეული ბრძოლებით გაიჩიტო UFC-ში, მე არ ჯერავს მაგ ისტორიის და ბიჭო უკვე პირადად მიჩნდება რომ ლაშამ გაუტეხოს თავი მაგას ბოსა. და ის პიკაუდი მეორე ზედიზედი იყო თუ ჯერ კიდე სხვა ბრძოლა იყო, ანუ და რაპონჩი გაუკეთეს. არა, ზედიზედ არ იყო, მაგი ზედიზედი პიკაუსთვის იყო მგონი. ხო და რაპონჩი პირველში ხო გაჭიმა მგონი საბმიშენით მოუგო, ხო? ხო. და ანუ რაპონში იგივე მეტოქე რა, ასე არა ვარ. მე ხა შემოთავაზება იყო უკვე კონტრაქტული ვალდებულობა გააჩნიათ მაგათ ლაშის წინაშე და უნდა შეასრულოს მისი კონტრაქტული ვალდებულობა, სხვა გზა არ აქვს, ასე რომ ვთქვათ რა. რეალურად ახლა შენ ახლა ყავს სპორტსმენი ახლა რა, შენ რო იყო კოუჩი. მიდი და ლაშა აბრამიშვილის საწინააღმდეგო შენი მებრძოლი გაიყვანე, რაპონტია, ხო აზე ხარ ახლა. ანუ რატო წილავ ხო მიხდი რა, იგივე მენტალიტეტი მუშაობს ლაშა აბრამიშვილის ყველა მეტოქეს მხრიდან მხარეს რა, რომ არავინ არ წილავს მის იმას, არ ჩემპიონი არ წილავს მის თავს და ანუ რა ერთგვარი კოშმარი აზეს, ასე ამიტომ გარდაუვალია სატიტულო ბრძოლა მეოთხე გამარჯვების შემდეგ ლაშა აბრამიშვილის და პლუს ანუ რა სახელები აქვს დამარცხებული, მაგას საუბარია რა, მაგამედ იდრისოვი და ასე შემდეგ რა. ამიტომ და თან ყველას გადაუვარა იმენა. ანუ სულ ფინიშერti მე განა მესმის მისი ყველა მეტოქის ანუ მაჩმეიკერი ლაშა აბრამიშვილი მე რო ჩამიგდო ხო ცხოვრებაში არ დავთანხმდები რა ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს რატომ უნდა დავთანხმდე ანუ ტიპზე ხვაზე ხარ რა ყველაზე ცუდი ბრძოლა არის სტილისტიკურად რა შეიძლება ერჩიო როცა გაქვს არჩევანი ყველაფერი შეუძლია ლაშას აი ვაფშე ყველაფერი შეუძლია რა ავიცი მე იქ ჩემპიონი არ ვიცი მართლა გითხრა ვინ არის მაგრამ აი უკვე დიდი ხანია ლაშად სატიტულოს ითხოვს და ავიც რაგას აი სერბი რა ლაშა უყურებით მაგის ბრძოლას იქ ვიყავით რა და ანუ პროსტა ტიტული ჩაიგდო და თავს შველის всё მეტი არაფერი ისტორია არ აქვს მაგამ არ ვიციო ლაშაზე რო თქვა ხო მართლა არ ვიციო ვინ არისო და რაღაცა კლოუნი არის ის ხო და ბიჭო ის პიკოდი მე გავიცანი ხო იცი ჩინეთში რა და ბიზნესთან სასტუმროში შემოვიდა და შენ პირველად ახარო ხო იმაში ანუ ბრძოლის იმასეო რა ის იქაო და რაღაც ჩინურიც არიცო და რაღაც იმათმა ინგლისური არიცოდენ და თავიდან დაუნიშნეს ლაშას მეთქი რაღა ეს მიცეს მეთქი რა ვიცოდი რომ გაიმარჯვება რა თქვაო და ლაშა მოკლედ White House-ის თემა რა ამერიკის დაბადების დღე White House-ამდე PFL აფრიკა არის და მაგაზე ხო არ ვილაპარაკი ხო და ბიჭო ის თუ ნახეთ რა ცოტა კი არა ისენი იყო რა ცოტა კამრის დაბლა trash talk-ი სპონტისავით გამოვიდა Justin Gage-ის კომენტები რო გააკეთა რა და ძირითადად Justin Gage-ი ხო არ არის მასეთ ცნობილი რა Luke რას ფიქრობ რომ ანუ დიდი trash talk-ერი ხო არ არის Justin Gage-ი რა და აქ ბოლოს ხო იცი ისეთი კომენტი გააკეთა რომ თითქოს ახაც ეხებოდა რა პერსონალურად რა ილიას რაღაც პერსონალური იმას რა და ეს ძალიან uncharacteristic როგორ არის რომ უწოდოთ Justin Gage. შეუსაბამოა Gage-ისთვის კი მე ვიხსენებ რომ ვინმესთან რაღაც
პერსონალური ქომოდა აქამდე გეიჯის და არც ილიადგან არ მახსენდება რამე ისეთი შეურაცხყოფელი, რაც ხა უთხრა გეიჯის, რომ ეს რეაქცია ქონოდა, ხა ვინც არ იცის, გეიჯიმ თქვა, რომ მე რო ყოფილიყავიო ილიას სოლიო მეც დავშორდებოდიო, იმიტომ რომ ვერავიტანდიო მაგის ქედმაღლობასო თუ რაღაცასო და რაღაცა ლანძღვა დაიწყო და ხა ერთი რაც ილიასგან მახსოვს რომ თქვა არის რომ მოვუგებ დავანოკაუტებ უფრო კარგი უნარები მაქვს აბა ეხა რა რო გეჩხუბები რა უნდა გითხრა რა მაგრამ დანარჩენი რა ვიცი პიროვნულად და ну იმის მამამ რო ერთადერთი ხო იმის მამამ და ილიამ უთხრა რაღაცა და ამას გაუკეთა კომენტარი ილიამ არა ხა ილიამ ძალიან აი მოგრძალებული და ძილობიანი პასუხი გასცა რა ანუ გეიჯის მამის კომენტარსაც რა რომ მამებიო ყოველთვის იმედიანად არიანო და მესმისო მაგრამ გეიჯიო დაიძინებს თუ თეცხლშიო რა რაღაცა შენ გაიგებ მე ვინა ვარო თუ რაღაც ხო არა მე გეიჯი რამე განავითარებ სუდი გარუთა გეიჯი შეაქოვო იქ საპირისპირო მხარეს თორე ძალიან მაგარი გამოცდილი მებრძოლი არისო და ანუ მე არ ვიგდება უბჭათა და ერთი წამწარანგდა და ახლა გასცა კომენტარი ისპანურად საუბრობდა ჩიმაევის წაგებაზე რა რომ საჩუქრად მიიღო სტრიკონი და მაგიტო წააგებოდა მე ერთი წამით საჩუქრას აღებული და ვიცი ერთი ყველაზე გამოცდილი ლაითვეიტი არის და ყველაზე საკეთო ლაითვეიტი არისო რა იმიტომ რომ ყველაფრის გაკეთებელი არისო ამიტომ მე ჩემთვის 100% გასაგანო საწყენი არაფერი არ აქვს უბრალოდ ტოპური არის გეიჯის ტვინში დღესდღეობით ანუ შეძლო ტოპურია გეიჯის ტვინში და ეს სასარგებლოდ არ ამბობს გეიჯის პერფორმანსზე რა იმიტომ თუ გეიჯი იქნებოდა ცივსისხლიანი და გამიზნებული შანსები ჩემი აზრით ექნებოდა ტოპურიას საწინააღმდეგოდ სხვა შემთხვევაში ეხა თუ მასე გაჭირდა მაგაზე არანაირი შანსი მე ვერ ხედავ მაგაში მე არ გამიკვირდება რომ ეგ საერთოდ ჯასტინ გეიჯის სიტყვა და აზრიც არისო ყველა მიცის ალი აბდელაზიზი რეებს ჩალიჩობს ხოლმე რა ხო აზე ხარ ალბათ მაგის დაწერილი სკრიპტი არის რა ghost writer ხო აზე ხარ jay-z და რამე ხო და მე არ გამიკვირდება რომ ჩერეზ ალი აბდელაზიზიდან იყოს რაღაც ეგ გეგმა ზუსტად რომ ილია უფრო ისაქნან რა აი ემოციური გახადონან რა ვიცი რაღაც ზუსტად mind games მაგრამ ეხა მაინც რა ვიცი რა ცოტა რთული არის აქედან ის გასჭა ასე ვთქვათ რა ბიჭო მეორეც ეხა გეიჯი ხარ წარმოიდგინე გეიჯი ხარ რა ვიცი კაც ყველასთან აი ვინმე თუ არის ლაითვეიჯი ყველასთან ნაჩხოვარი რა ზოგთან დაჟე ორჯერ გაქვს ნაჩხოვარი და რა ვიცი კამარზს ემზადები მესამედ უნდა იჩხუბო ხო კამარზე ამდენჯერ წააგო ხაბიბთან ოლივეირასთან წააგო ანუ იმ კამარზე რა ინტრიმზე დროებიძე არა მესამედ გადიხარ კამარზე და აქაც ისე მილია ხდება და ყველგან პოსტი სადაც ხდება ყველგან იწერება რომ აი განისვენოს გეიჯიმ და რაღაც ეგეთები და მოეშალა ნერვები შეიძლება და რაღაცა წაცდა რა და ამაფრინე გეიჯის რამეს მაგრამ რა ვიცი რა რეაქცია დისრესპექტი იგრძნო გეიჯიმ რა ანუ მაგის თქვა მინდა მე რომ ჩემი აზრით ეხლა ეგ ტრეშ თოქი რომ დავიკიდოთ როგორც მებრძოლთან ბრძოლის შანსი რომ შევაფასოთ გეიჯი იმაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს ვიდრე აძლევენ ტოპურიას წინააღმდეგ რა კი ტოპურია ძალიან დიდი ფავორიტია 90% ფავორიტია სადღაც ჩემი აზრით მაგრამ ის 10% როგორ 93%-ით ოფიციალურად ფავორიტი ხო, ტოპოლოგიაზე ალბათ. ხო, ну, ან მე იმის თქვა მინდა რომ ის 10%-ით, რასაც მე გეიჯის ვაძლევ, ბრმადარტყვა საერთოდ არ არის რა. არის ძალიან საინტერესო რაღაცები, რაც შეიძლება რომ გეიჯის აქ არსენალში რომ შეიძლება იმპლემენტაცია გაუკეთოს. ძალიან საინტერესო არის ლოუ-კიკები გეიჯის მხრიდან. იმიტომ რომ აი მაგალითად ალექსანდრე თოფურიას მეორე ბრძოლა რო გავიხსენოთ დასაწყისში რა ერქვა იმ ბიჭ ბასკატი ხო თქაც ეგეთი ერქვა მგონი ლოუ-კიკების რაღაც წარმატება ნახა პირველი რაუნდის პირველ ნახევარში რა გეიჯის კარგი ლოუ-კიკები აქვს და ზოგადად კრივის სტენსის წინააღმდეგ იდეაში ლოუ-კიკები ცუდი გასაღები არ არის იქ ზომაც არის და პლუს ეს ბინძური მებრძოლია გეიჯი რა რაღაცნაირი რა აი ქაოსური ბინძური და დირთი ბოქსინგად და პიმბლეტთან თუ გახსოვთ მაგარი უკადრებლები იკადრა იმენა გეიჯი რა თვალი ამოთხარა და ჩაარტყა და რავი ანუ
ცოტა ისეთი მებრძოლია რა, რაღაცნაირი რომ გამოაძრობს ხოლმე საიდან სიურპრიზ არ იცი და მე გეიჯის მაგალითად ცოტა უფრო მეტ პატის ვცემ, ანუ უფრო მეშინია რაღაც ხრივ გეიჯის, ვიდრე სხვა რიგით ქართველს. რომელიც 100%-ით დარწმუნებული არის, ისე იმიტომ რომ რაღაც გეიჯის ისტორია მახსოვს მე რა. ტონი ფერგიუსონთან ხორცად შევაგდეთ გეიჯი, short notice-ზე, აფსეთი დადო. რაფაელ ფიზიევთან პირველ ბრძოლაზე ხორცად შევარდა გეიჯი და რაფაელ ფიზიევს სტრაიკინგის მასტერ-კლასი უნდა ჩაეტარა და მანდაც აფსეთი დადო. ხა პედი პიმბლესთან ცოტა ისეთია რა. პედი პიმბლესაც იდეაში უნდა გადაიარა გეიჯისთვის და მანდაც აფსეთი დადო, მაგრამ ხა პედი პიმბლეთის ნატრაკი არ გაიშვა. და მოკლედ რა ვიცი. გეიჯი არ არის ხელწამოსაკრავი ბიჭი რა. მაგის თქვა მინდა. ბიჭო და რაფაელ ფიზიევთან ძალიან აშკარა იყო რა თან 3 რაუნდიანი ბრძოლა გაუკეთეს ძმას და ანუ 3 რაუნდიან ბრძოლაში ვიტო ფიზიევის სამყარო იყო როცა გეიჯი ანუ უფრო შეიძლება რა ფიზიევს ამოიღო 2 რაუნდი მაგრამ საჩუქარი არ გამოვიდა როგორც თქვა დუდი ultimate spoiler-ია გეიჯი და მაგიტო არ ჩამოიწერება არ ეს შემთხვევაში რა თქმა უნდა მთელი კარიერაში პლუს 7 ბრძოლიდან რაც underdog იყო 6 მოიგო underdog-ის მდგომარეობაში ამიტომ თლად ვერავინ ვერ ჩამოწერს მაგას რა ბიჭო რინგო სტარს უნდა ვკითხო ეხა რა ლუკ შენ ხო რინგო სტარი ხარ თუ არა შენ რომელი ხარ მე მგონი ჰარისონი მაგრამ ხო მეკითხო ბიჭო რომელი თოფურია არის უფრო საშიში რა როე ტრაშტოკები და მაგარ პასუხს რომ მოგწერს და დაგმარხავს თუ როე ტრაშტოკები და ვაფშე ხმას რო არ გაგცემს და ანუ მე მგონია რომ თოფურია რანაირი მებრძოლის არის საერთოდ არ ჭირდება რაღაც ზედმეტი мотиваცია რომ გაგანადგუროს რა ანუ საქმეზე შემოდის როგორც ლორდკიფანიძე ამბობს ხოლმე ლომი ვარ და ჩემთან გალიაში რომ შემოდიხარ დაღუპული ხარ რა და ეხა გეიჯი რაღაცას იუზდელებდა თუ არ იუზდელებდა მგონია რომ მაინც ისე გაითიშება როგორც გაითიშება პირველ რაუნდში ეხა კი პატივსაცემი მებრძოლი არის ძალიან მიყვარს ყველა ჩხუბი ნანახი მაქვს მე მგონი რაც არსებობს გეიჯის უბრალოდ თან რაც თქვა ეხა გეიჯიმ რომ მე წინ წავალ და შევასკდები ილიასო იმიტომ რომ სხვები მაიქეს თომა დაუშვეს და მე უკან ნავისა დავდგა იმიტომ რომ დამიჭერსო მე ილიაო და ესე თავითო პირდაპირ წინ წავალ მგონია რომ ეგ ჩხუბი დიდი ხანი არ გაგრძელდება ანუ რა თქმა უნდა ძალიან კაი მებრძოლია გეიჯი მაგრამ მე თუ მეკითხები ხა ეგ ჩხუბი როგორ მორჩება პირველ რაუნდს ნოკაუტი მგონია გულწრფელად რა იმიტომ რომ რა წვიმა რო წამოვა და მთელი ამბავი რო იქნება ხო ასე ხარ ის ნახეს რა და 66%-ო წვიმა იქნებაო და რაღაც რა მაგ დღეს აზე ხარ მაგას გრუბლებს აქშლიან და თეთრ საფთან ვერ დაშლიან გრუბლებს გადაო გრუბლებს კი არა მოაყოლებენ კიდე რა მოიძებენ თუ ილია თოფურია იგებს გრუბლებს არ დაშლიან რა კაროჩი გაიგე რა შეასაკეთე სინემატიკ იქნება მე მაგრა გამიწოდება რომ გაწვიმდეს ეს ყურება მინდა რომ წვიმაში ხუბის გიჟე ერთხელ მახსოვს გაგიგდებ მაგ ვიდეო წვიმაში ინგუშეთიაში ხო ხვიჩ არა მე მაქვს ინგუშეთში მაგრამ ჩილეში მაქვს აუ წვიმაში მე მგონი თამლიანს აქვს ნაჭხუბარი წვიმაში რაღაც ნანახი მაქვს ეგეთი არა მე პირდაპირ წვიმაში მაქვს ნაჭხუბარი ზარველი მეთითხებში სასიგიჟე იქნება თან რაღაც მწერები არისო ნახე და იმაზე გული უსტება გემდე დენა ვაიტს ხო თან ცხელა ეგ ეს არის რაღაცა 30 გრადუსი უჭირავს და ძალიან რთული პირობები არის მაგრამ ნუ ორივესთვის რთული იქნება ეხა ეგ არც ეს აღძლევს ხელს ეს White House-ი რომ ამერიკას აჩვევია რამდენია შანსი რომ რაღაც მიჩალიჩო იქაურმა სუსმა არა იქაურმა ვინო სუსმა დამოუწოდა რა ქვია იმ მე ჩაიგდო ძალიან მომეწოდა მე რომ ამერიკაში White House-ში ამერიკას უჩხუბებოდე რაღაცა ცოტა კითხვის ნიშნები მექნებოდა რა ძალიან დიდი რისკია ილია რისკავს ყველაფერს ჩემი აზრით რა და casting age-ისთვის არაფერი არ არის
ტრამპი როგორი ტიპი არის, მე რა ვიცი, ხა ცოტა ამიტომ მაგხეს გადავეშვა ლაპარაკით, მაგრამ არაფერი არ გამიგვირდება მე რა. ბიჭო, არა, თათმასე არ არის. ვიზაც გაქვს ასაღები. როგორ? ამერიკული ვიზაც გაქვს ასაღები. ხო, ჯერ ცოტა ხანი გავწყვეტ. ბიჭო, არასწორად გამომივიდა, დასაკარგი ბევრი აქვს Justin Gage-ის, იმიტომ რომ ამერიკაში არის და წარმოადგენს ამერიკას და დიდი მომენტი არის, ხო, დასაკარგი კი, მაგრამ ალბათ დასაკარგი უფრო ბევრი ილიას აქვს და რისკი, ხო? ლუკ. ამე ზოგადად Gage-ის შანსებზე რომ ლაპარაკობთ, მაგაცებშიც რომ ვილაპარაკეთ, ზოგს გონია რომ განა Gage-ის მოგება უფრო მეტ შანსს არ არის ეგრე რა. ანუ უბრალოდ ილია რო დიდი ფავორიტია და ილია რო 90%-ით მოიგებს, ეგრეა და უნდა მოიგოს კიდევაც. პროსტა Gage-ისაც უნდა მიუცეთ შანსები, მაგრამ ვაგხრევ Gage-ის უფრო ნაკლები აქვს დასაკარგი და ეგ ცოტა საშიში არის. კიდე ერთი ის, მაგრამ რა მეორეს ხრივ ილიას ნაირი ვინმე გახსენდებათ ისტორიაში, вообще MMA-ის ისტორიაში, აი ილიას ნაირი ტიპი. აი ყველაზე ძალიან პრობლემაა. კონორ მაგრეგორი ალბათ რაღაც პონჩია რა? არა, вообще არა, ანუ კონორ მაგრეგორი გაწონასწორებულობით ეუბნება რა. როგორ? არა, მე ვამბობ, აი შეხედე, მიწაზე ხო პრობლემაა. გოლში შეგეხება და პრობლემაა. გადაყვანა პრობლემაა. აქეთ მაგრად გადაყავ ხარ. ძალაში პრობლემა ყველაფერი რო აქვს რა. რეალური black belt-ის game, background game-ი აქვს თან, არ დავივიწყოთ მაგი რა. ძალიან მაგარია, ეხლა ყველა ჩუბი მაქვს UFC-მდე ნანახი მაგისი და ძალიან აი როგორი ჯიუჯიტსუ აქვს, იცი საბიშეიდან საბიშენზე გადადის და არსი გილიოტინა ზურგის აღება, იქიდან გილიოტინა, სულ ცვლიდად რა საბიშენებს და მაშინ ბავშვი იყო. ეხლა კიდე უფრო მაგარი არის გარწმუნება. მე ახლა ლაკი პანჩების სიმართლე გითხრა უშუალოდ არ მეშინია თოფურიასა წინააღმდეგოთ ეს კერგა მაშინ, იმიტომ რომ ვიცი რომ თოფურიასა უაზროდ გაწონასწორებული მებრძოლი არის თან ამ კარიერის ნაწილში. თუ კარიერის დასაწყისში უყვარდა ერთ-ერთში გასვლაში შესვლა და ანუ გაესინჯა ვისი თავი უფრო ძლიერია, დღესდღეობით გამოიყურება ხოლოვეისთან ბრძოლა, ოლივერასთან ბრძოლა, ვოლკანოვსკისთან ბრძოლაც დიდი გაწონასწორებულობა გამოაჩინა რა მაგაში რა. ხო და მაგიდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ იმდენად იცის მეტოქის გამართვა და რისკების მენეჯმენტი რომ Gage-ის არ მიცემს იმის საშუალებას რომ პირველ რაუნდში რაღაც ლაკი პანჩი დააჯენინოს ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ აქვს რეალურად ხა მაგის ინსტრუმენტები რომ დაიცავს საკმაოდ მჭიდროდ თავი. და ალექსანდრეც არ მიცემს მაგის იმას. აი ალექსანდრე მაგარი ბონუსია ილიას კუთხეში რა. აუგონდი მენა ილიას კუთხეში. რა ძალიან მაგარი სტრატეგოსი არის ჩემს ალექსანდრე და ძალიან მაგრად ულოგებს გეგმებს ილიას და ძალიან მაგარი კორნერმენიც არის და ადგილზე ძალიან მაგრა კითხულობს ილიას ბრძოლებს და სწორ შენიშნებს აძლევს რა. რამდენი ქართველი იქნება ილიასე? UFC White House-ზე რამდენი ქართველი იქნება ნეტა რა? გონი მიწვევით არის ხო მარტო და ალბათ სულია ძალიან მოხვედრა. გაჩუქებით არის ბილეთები ანუ რა. ბიჭო ხო და მე Gage-ის განვახერო 8 ბილეთი მაქვს მარტო მგონი რაღაც ჩემი მშობლებიო და ჩემი სიბლინგები და მისი ქმარი მეუღლეო რა. ბიჭო და ილიაც ეგრე იქნება. კაროჩე Dana White-ს აქვს invitation, Dana White-ს აქვს გონი 300 ბილეთის უფლება თუ რაღაცა, Donald Trump-ს აქვს 1000 ბილეთის უფლება რა და Dana White-მა და UFC-მ დაპატიჟეს ძალიან ბევრი ისენი რა, კაროჩე ვარსკვლავები რა. თუ ნახეთ რა, Dwayne The Rock Johnson-ი ხო აზე ხარ? და მასმა უარი თქვა წასვლაზე რა, პოლიტიკურ პონჩი არ უნდა დაკავშირება მაგასთან რა, Dwayne-მა და Adam Sandler-ი და რაღაც ეგეთ მასტებმა უარი თქვეს, დაპატიჟეს და უარი თქვეს და რამე რა და ბიჭო, ლუკ, წახვიდოდი შენ. White House კარზე? რავი, კი, რას ვიზავდია? და უსაურ შეკითხვა დამის. ბიჭო, უეჭველი წავიდოდი, რა ვიცი. თოფურიაზე ლაპარაკი პროსტა მგონია რომ აი ისეთი ჩხუბია რა, ძალიან სალსახად ანუ ერთს იცი რა არ მინდა რომ გავაუფასურო ეხა ილიას შემდეგი ბრძოლა რომ თითქოს რაღაც ძალიან მარტივი ბრძოლა ელოდება და რომ მოუგებთ მე რა და მაგიტო არ მომწონდა ეს ჩხუბი არასდროს რომ ანუ მოუგებ და ვერაფერს ისეს ვერ იზავრო ვინმეს გაუკვირდეს რომ ეხა თოფურიამ როგორ მოუგო Gage-ის ანუ არავინ შოქში არ ჩავარდება მაგით აი რა უნდა გააკეთოს აი პირველ 15 წამში რო გათიშოს ყველა იტყვის რომ ეგრე უნდა ყოფილიყო და თუ ვაიდა რაღაც სასწაული მოხდა ანუ შე რო იკითხენ უფრო მეც კარგავსო ალბათ ილია უფრო მეც კარგავს ეხა Gage-ისთვის იქნება ეს მორიგი წაგება მაგრამ
თუ წააგებ, ანუ ძალიან ბევრს აგებ რა და თუ იგებ, არაფერი არავინ ტაშ არ გაუკრავს ახლა თოფურიას, რომ აიმე როგორ მოუგე გეიჯიძა. მაგრამ ამავდროულად თან საშიშ ტიპია ახლა მართლა ისე ვიღაცა არ არის რა, რომ რაღაც ეგრე მიუდგე. მაგრამ სტილის როგორც თვითონ ილიას ამბობს, სტილის ციკლად ახლა ისეთ მებრძოლი არის გეიჯი და ისეთი რაღაც თქვა და ჯერა რომ მაგას იზავს, რომ ადგება ახლა და ეს შეასკდება ილიას, მგონია რომ პირველ რაუნდში გავა ჯერ ილიას დარტყმა რა ის ლოუ-კიკით რომ მოიქნიოს მაგაძეს დაიჭერს ილია ეგრე მგონია რომ გადაიხრება უკან ეგრევე დაწუნებული ვარ დამუშავებული აქვს ილიას ეგრო როგორ დააკაუნტეროს გეიჯის ლოუ-კიკს ელოდებიან ალბათ აუცილებლად და მან რაღაც დარტყმა შასვავს ილია თუ შევლენ მანდაც ძალიან მაგარი ის იყო თოფურია on ალექსანდრე რო წინ უდგას და რო უხსნის საერთოდ ვინ არის გეიჯი და როგორ უნდა ეჭხუბოს ეგ თუ თამაში. ძალიან შესწავლილი ყავთ და ანუ დიდი ხანი არ მგონია ეჭხუბი აგზელდეს რა. ანუ ფიზიკურად ანუ გეიჯი რო არის მაგიტო თორე ვიღაც სხვა რო იყოს კიდე შეიძლება მაგრამ ბრძოლიდან გამომდინარე ძალიან მოუკლე ჭხუბს გავს ეგ. ბიჭო მე ბოლოს რა გეიჯის ფიზმომზადების ტრენერის ვიდეო შემხვდა რა და რა სამუშაოებდა იცი? ეხლა გამახსენდა. 1-2 ლოუ-კიკი, 1-2 ლოუ-კიკი, 1-2 ჰაი-კიკი, ოღონდ აი ზუსტად ისე პორიეს როგორც გაუტარა რემატჩში რა. ეგ ეხლა გამახსენდა. ხარო სონი იქნებათ მაგათ ჰაი-კიკზე, ხო მაგი 100%-იანი არის, რადგან აქვთ რაღაცა ერთი ნანახი აქვთ, ერთი მომენტი სადაც გაატარა და რა თქმა უნდა იქნებათ მაგაზე სონი და დობილი. დაწონებული. ბიჭო, მე ბოლოს რა სანამ დავხურათ, გავაკეთოთ თლიანი კარდის ისა პიკები რა, პროსტა ფანარი უფრო მაყურებელისთვის ხო აზეხარ, აი ბოლოდან, ქვემოდან და ავიდოთ ზემოთ და პროსტა პიკები გავაკეთოთ რა და ეხა ვართ მეხუთე თემაზე რა, ძმებო რა, თუ ნახავთ იქ რა და მინდა დავიწყო ეს მეხუთე თემა. ეხა არის საუბარი გოუთებზე რა და დეინა ვაიტი იძახის რომ ეხა პერერამ განს რომ მოუგოს, გახდება გოუთი, მაგრამ სანამ მანდ მივალთ რა, დაეთანხმეთ თუ არა, ძმებო, ილია თოფურიას გოութ ლისტს, რომელიც იყო, ხო ნახეთ რა. ჩიგვახსენე? ჯონ ჯონსი. მაუნთ რაშმორი იყო ეგ გოութ ლისტი. გოუთი არის, ხო? ოთხი ყველაზე დიდი სახე. ხო, მაუნთ რაშმორი იყო, ხო. თუ გახსოვს ლუკ ვინ თქვა? ჯონსი, სილვა, GSP და კონორი. კონორს არ ჩავსოლმდი არანაირ შემთხვევაში, მაგრამ რაშმორის სიაში, როგორც MMA-ის მებრძოლეზე თუ არის საუბარი და დანარჩენ სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველი სამეული ლეგიტიმურად აქვს. ნუ ის სამეული ხელშეუხებელი მგონია მე და მე უბრალოდ კონორი ის არის რა, რაც არის, რო აი არა, გავლენას რა თქმა უნდა, უდიდესი ქონდა ვიდრე ამ სამს ერთად. სპორტზე გავლენა კონორს არა, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ თუ საუბრობთ სკილსეტზე და როგორც ჩემპიონი და ჩემპიონი მოძრაობებზე და მოქმედებებზე, მაგის სხვა არის. რა კრიტერიუმები ვირჩევთ? კონორის მაგივრად ვისვამ ხვიჩი. რა კრიტერიუმებით ვირჩევთ თავარია ძალიან ესა ყველაზე ჩვენი დასაზუსტებელი ვარიანტი. რა არის კრიტერიუმი, რომ იყოს მან და რის ნიადაგზე რა, აქტიურობაზე, ჩემპიონობაზე და ასე დიმიტრიუს ჯონსონი მილიონჯერ მაგარი ათლეტი არის, ვიდრე კონორ მაკგრეგორი. მიკი მაუსი. ოდი თვითონ ილია დავსვათ რა, ჩერა. კონარი გავა. მე ამბობ ილია ეხა ახალი ჩემპიონია რეალურად, ხო? ტიპი მეოთხე სატიტულო ბრძოლაზე არის უბრალოდ რა და ჯერ ადრე არის დიმიტრიუს ჯონსონს 15 სატიტულო ბრძოლა აქვს მოგებული უბრალოდ რა ძალიან ბევრს ნიშნავს მაგრამ თუ მაგაჭრილობაში ვარ თორე ხა სპორტზე გავლენა მაკგრეგორს რა თქმა უნდა უდიდესია სპორტზე გავლენით მაკგრეგორი გოუთი არის რა თქმა უნდა რა სპორტზე გავლენაზე თუ ვამბობთ ერთია და განუმეორებელი არის რა და მაგის კვალებით დადის მთელი სპორტი. მაგის მერე დაიწყენ კრეშოკიგი და მაგის მერე დაიწყენ საუბრით გაყიდვა. და ყველა მაგას ბადავს რა. შენ გოუთ ლისტზე ეთანხმები ილიას თუ შენს კონორს ამოიღებ? მე ხვიჩას ეთანხმები გოუთ ლისტზე, რომ კრიტერიუმებზე უნდა შეთანხმდე რა. ანუ ჩემთვის მთავარი კრიტერიუმებზე შესათანხმებელი ის არის, რომ რის მიხედვით ვირჩევთ მებრძოლს გოუთად, მისი პრაიმის მიხედვით თუ კარიერის ბოლოს რაც დევს, იმიტომ რომ ანდერსონ სილვას კარიერის ბოლოს რაც იდო არ არის საგოუთე რა, ანუ ეგ წაგებებიც რო გავითვალისწინოთ, მაგრამ ანდერსონ სილვას პიკი რო გავითვალისწინოთ, მაშინ რა თქმა უნდა ერთ-ერთი გოუთი არის რა.
ეხა იქეთ არის, რა ვიცი, აი ჯონსი დღემდე იდეაში დაუმარცხებელი მოვიდა რა, ანუ ის ერთი ცალი რო აქ ვთქვათ რა. მაგრამ ბოლო ბრძოლები კითხვის ნიშანი იყო. იქ ეხა ხაბიბზეც მოგწონს არ მოგწონს არის რა ლაპარაკი, რომ ზოგისთვის გაუცია, ზოგისთვის არ არის. ანუ ყველგან არის ეგ ის კითხვის ნიშანი. ხაბიბსაც რო გაიგრძელებინა, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც როგორც ანდერსონ სილვა დამარცხდა, ისე დამარცხდებოდა ხაბიბიც რა, ჩვეულებრივად ძალიან. დროს ვერავინ არ დაამარცხოს სწორია. შესაბამისად გააჩნია რა კრიტერიუმებით ვირჩევთ GOAT-ლის და რა ვიცი 4 დაცვა ჩაეტარებია სხვადასხვა მებრძოლეებთან მე თვითონ ჩავსვამდი მაგ GOAT-ების ლისტში რა მაგრამ რადგანაც უშუალო პრაიმია ხაბიბის ამბავი ჩემთვის როგორია იცი ხვიჩ ახლა დიდი ის რაღაცა არ ვარ ის კატეგორიის ფანბეიზზე რომელიც აი ძალიან გულშემატკივრობს მაგათ რა ძალიან ნეიტრალური ვარ და მეტიც აი მე კონორ რომ შემაყარო არა ეს სპორტი და კონორს მაგრა გულშემატკივრობდი მაგ ბრძოლაში მაგრამ ერთი ფაქტორი იყო ხაბიბთან რა რომ ყველა მიცოდა ხაბიბი რის გაკეთებას აპირებდა და მაინც ვერავინ ვერ მოუძებნა გასაღები რა მაგ პერიოდში ვინც იყო იქ არის მეორე ამბავი რომ სტილისტურად ცოტა სტრაიკერები ხდებოდნენ, მაგრამ ვინც იყო მაშინ ეჭხუბა ასე თუ ის ერთი ოლივეირას თან თუ შეიძლებოდა ალბათ მაგ პერიოდში რა. ცოტა მეერე კარიერა დაამთავრა, მაგრამ აი ეგ ფაქტორი რომ ყველა მიცოდა ხაბიბი რას იზავდა, მაგრამ მაინც უკეთებდა სულ ყველას, ეგ ფაქტორი ცოტა მაღლაწევს მის რეპუტაციას ჩემთვის რა. ლუკ, შენ რა სიტყოდი ამ GOAT-ების თემაზე? ექსამეული არის ხელშეუხებელი, როგორც გინდა აიღე, ნუ ეხა უნარევით უნდა შეაფასო მებრძოლი და რა კარიერა ქონა გამშიდა ეხა. მაქსამეულთან ჩემი აზრით კითხვის შეშები არ არსებობს. ანუ პრაიმით უნდა შეაფასო თუ ბოლოს რაც დევს. აი რაც იჩხუბა რა კარიერა რა ეხა თლიანად ხო? სილომ რო წაგო რა ამერი რა. ანუ ნახიგა ტიპმა ყველას გადაუარა ამდენი ჭხუბი მიაყოლა ზეზიზეთ მე მგონი 15 მაგრამ სატიტულო იყო აქედან ალბათ 10 და ყველა მოიგო ნოკაუტით და ეხა კი რა დარწმუნებული ვარ სილვას რეკორდი რო ისე დაემთავრებინა retirement-ის რო ქონოდა რა ვიცი აღარ მახსოვს 28 ერთზე პირობითად რა აღარ მახსოვს სილვას რეკორდი გაცილებით მეტი რესპექტი იქნებოდა სილვას მიმართ დღეს რა ეგ არის თემა უბრალოდ მაგრამ ჩემთვის უეჭველი ხო ეხა 0 რო ეწეროს მეტი ეს ექნება მაგრამ ჩემთვის ეხა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა მე თუ მეკითხები რომ ხო ანუ ბევრნოლიანზე კი არა ჯონსის იქით ყველა ნოლიანს მირჩევნია სილვა და ალბათ ყველას ურჩევნია ხა რო კითხო ანდერსონ სილვა თუ რავი ვინმე ნოლიანი გაიხსენეთ სხვა ჯონსის გარდა სილვა არის რა იმიტომ რომ ბევრი წელი ყველას უმაღლეს ზონეზე უშანსოდ ტოვებდა მაქსამის იქით მე შეიძლება რა დავა რაღაცეებს ანუ მე ხარ მე რომ მკითხო მე არ გიждები დემეტრიუ ჯონსონზე ზიდად. მე ალბათ ჩავსავდი კორმიეს, იმიტომ რომ გონია რომ უბრალოდ ჯონსი რო არ ყოფილიყო, რო არ ეარსება მაგ პერიოდში და ისი ყოფილიყო რა, დაახლოებით იგივე რანს მოატყობდა სავარაუდოდ რა. აი ეს გონია რომ ამ რაშად ევანს, ჰუას და გუსტავსონს მოუგო მაინც, მაგრამ იგივეს იზავდა. უბრალოდ ეხა ის წაგება რო აქვს რა მერე რა აი ჯონსთან აქვს წაგებული ხა და აი ისიც მერე ხო წაუშალეს ეს წაგება რა ხან იმაზე ფოპთ ხო? ნარო იმაზე ერთი წაუშალეს მეორე არა ხო ერთ-ერთი წაუშალეს ხო ანუ მე ალბათ უფრო ისე შევსვავდი რა ძალიან მაგარი მებრძოლი არის რა სასწაული იყო და იმაზე რას ფიქრობთ რა დეინამ რო თქვა რომ აი ისა პერერა იქნებაო GOAT-იო თუ დაამარცხებს აი ეს სულელი არის ანუ იცი რა არის სამი კამერა რაღაცები მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ანუ კაი მიღწევაა, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ვის მოუგე. ანუ ეგ არის ყველაზე მთავარი. ანუ ხაბიბი იმიტომ არის GOAT-ი, რომ ის 29 კაია, მაგრამ ის ვისაც მოუგო, უფრო წინ არ დგას, ვიდრე ის ვისაც ჯონსმა მოუგო, ან GSP მოუგო. ანუ უკეთესი მოგებები აქვს იმათ. ეგ განსხვავებს მარტო. და იგივეა პერერას შემთხვევაში, ანუ ძალიან კაი არის ილგანს რომ მოუგე, მაგრამ ეგ ვერ გაგხდის შენ უკეთეს ვიდრე ჯორჯ სემპიერს, რომელმაც მეთიუს დააფინიშა ორჯერ და ნიკ დიაზი გადაუარა და ასე შემდეგ რა. ძალიან მაგარი იქნება პერეირა, საკმაოდ ისე სახელს დატოვებს უკვე აქ, მაგრამ შენ ეგ საუკეთესოდ და ყველაზე მაგრად გულთად ხდის შენი ოპოზიცია.
რაც უფრო უკეთესი ოპოზიცია ყავს დამარცხებული, მაგიტო ხარ ეგ აი დემეტრიუ ჯონსონის თავარი პრობლემა ეგ არის, მაგიტო არის გოუთი, რომ აი რაღაც არც ისეთი სერიოზული რაივალრი არ ყოლია და რაღაც დიდი ჭხუბი არ აქვს, ნაჭყუბარი რომ აი წარმოუდგენლად ვაი ეს რა იყო და ხუდოსთან ორი ბრძოლა ქონდა ხომ გონი ხუდოსთან? ხო, ერთი წააგო მაქიდან, ის ანუ ორივე ძალიან ახლო იყო თან და ის შეიძლება არ წააგო ფაშორის ის ჭხუბი, მაგრამ ნუ სეხუდო არ არის რა, ეხა ჯონს ყავდა რაც კორმიე, გუსტავსონი, ევანსი, ჰუა, მაჩიდა, არო მოკლედ რა და იგივე ყავდა GSP-ს რაც სერა, BJ Penny, Matthews-ი, Nick Diaz-ი და ესენი უბრალოდ ძალიან დიდი სახელები არის და პერეირას შემთხვევაში ხა ძალიან დიდი პატივისცემა ანკალაევსაც და ირჯი პროხასკასაც, მაგრამ ცირილ განსაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ბევრ წონაში გახდა ჩემპიონი, ხა ამაზე წინ მე ვერ დავაყენებ ფიზიკურად რა, არა ჩემთვის არ არის საკმარისი. ანუ დანაბიჯია გაბრაზებული მგონია ჯონსზე დენოვაიტი. ხო, გაბრაზებულია უეჭველი. ეგარი თორე განუს როგორ ფუთავდნენ, ანუ ეს PR მაშინი მართლა მაგარი აქო რა, როგორ სიტყოდა. ახლა ხავი ლაპარაკობთ. განუს როგორ ფუთავდნენ გახსოვთ მაშინ, აი როგორც ენგანუს ეგეთი არის, ხო, განუს ფრენსის განუს. რო ჯონსთან რო წესად უნდა დაეჯახებინათ. ფრენსის განუ იყო the most dangerous man on planet და მერე უკვე განუფული რომ მოითხოვა John Jones is the most dangerous man on the planet. მერე ანუ ეგრე იცვლება რა, ეხა საქმე სჭირდება რა სიზონ, ეგრეა საჭირო. რო ეჭიდავა იმას განს არა? ხო, ანუ მაგ პერიოდში ჯონსთან ბრძოლა, ანუ ჯონსიდან განუს ბრძოლაზე ძალიან აფუჩიგებდნენ ორივეს, ორივე ფული მოითხოვა და მე რაც მოხდა რა. UFC-დან წავინან განუ. და დღეს ანუ განუმ რეალურად ძალიან დიდი ანაზღაურება მიიღო რა იმ კრევის ბრძოლებში და PFL-შიც მოიგო ეხლა ჭხუბები თუ რაღაც Netflix-ის ივენტზე მოიგო ბრძოლა, მაგრამ ის სახელი განუს განუ დაავიწყდა ხალხს რა. და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი heavyweight-ი იყო მართლა ფრენსის. PR-იც ბევრს ნიშნავს და მაგ PR-ს უკეთებენ Cyril Gans გაკრას. მაგრამ ჯერთის ჩემი აზრით განს ვერ მოუგებს, Cyril Gans-ს პერეირას უკეთებენ მაგ PR-ს და ჩემი აზრით Cyril Gans-ს ვერ მოუგებს პერეირა. განი მოგონია რა, რომ ეჭვები მეც მაქვს. ეჭვები მეც მაქვს. ანუ რა მაგ ბრძოლაზე ორი სიტყვით რო თქვა, Gans ბრძოლა დგომში არასოს არ წაუგია რა. არავისთან არ წაუგია დგომში. ეს ტუივასაც ის დამრჩა ბაზარი არა რომ მოარტყა, აი ტუივასთან და ცოტა წაანოკდაუნა, მაგრამ დგომში ბრძოლა განს არ წაუგია ჭიდაობით წავა. ვოლკოვთან ქონდა სუსტი ბრძოლა რა, გონი? კი, მაგრამ მანდაც გონი ვოლკოვმა ძირითადად იჭიდავა რა. აი ცოტა ვოლკოვმა მოუგოს ახლა ობიექტიურად ყველთა ხალხის. არა, ვოლკოვმა ეგ დანავაითმაც უთხრა როგორც გამარჯვებულს ისე მოგეპრობითო რა. მაგრამ მე განის ფუტვორკი, განის დისტანციის კონტროლი, განის სტენსების შეცვლები ტიპები ან ძალიან კარგად ხდება თვალში რა და პერეირა რამდენადაც მაგარი და მომაკვდინებელია და მაგარი left hook-ი აქვს და ყველაფერი დარტყობს ატარებს. აი ხა, რავი მძიმე წონაა რა. ჩემი აზრით განს არ აქვს სუსტი დარტყმა. ჯო განუს აქვს PSG მოთამაშესავით ფეხები რა ესე დარბის რა. PSG player. მაგრამ უძრაობს. აი middleweight-ით მოძრაობს შეუულებრივად განი რა. ანუ განი ნებისმიერ სხვა ოდნავ მოჭიდავე რო იყოს, განსნისკენ ესეძან არ გავიწევი რა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეხა განუმაც და ჯონსმაც ისე მოუგეს ჭიდაობით ზედმეტად მარტივად რა. მაგრამ დგომში საკმაოდ საფრთხეთ მგონია განი. აროჩი სანამ გადავალთ რა ამ თემიდან რა, ბოლოს ჩავახუჭუჭოთ რა და როგორ გონიათ ანუ რომ სამი კამრის მოგება ნიშნავს რომ შენ ხარ ანუ ამ სიტუაციაში ყველაზე მაგარი შენ ხარ თუ ერთი კამარი რო გაქვს, მაგრამ აი ჯონსისავით რო აი 15 ჯერ დაიცვავ რა. აი განსხვავება მაგაში არის რა და მე ალბათ ვიხრები იმაზე რომ ოპონენტი ვინ ყავს დამარცხებული და შენი სტრიკი რა და ჯონ ჯონს ვერ შეეხება ვერავინ რა ესე მგონია რა. მე არ ვეთანხმები მატადორ არა, მაგრამ იცი რა არის მატადორზე, მაგას ნათქვამი აქვს, რომ დიდი ხანი არ იქნება რა ამ სპორტში და ნახოთ ეხა თუ გააგრძელა და რაღაც
დაიმატა ბაზარი არ არის მანდ. მე გული რაზე მწყდება იცი ძალიან, რომ თვალიშვილიც უნდა სადღაც მოიაზრებოდეს ამ ლაპარაკში და პიოტრიანთან ეს ბოლო ბრძოლამ რაღაცები შეცვალა რა, თორე თვალიშვილი მერაბა. Bantamweight-ის GOAT-ი ხო, რავი, ჩემი აზრით არის მაინც რა Bantamweight-ის GOAT-ი რა. და რეალურად აი ეს ბოლო რო არ ეჩქარა იანთან და ის ტრავმაც ჰქონდა ყველაფერი, ხო? ეხლა ძალიან ისეთი სალაპარაკოა ის რო არ მოხდარიყო და ეს რო არ მოხდარიყო. მაგრამ ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ერთ-ერთი GOAT list-ში მოგვიაზრებინა, top 5-ში, top 10-ში, რა ვიცი, გემონების ამბავია. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ოპოზიცია დაამარცხა და რავი, ყველას აი დივიზიონის გაწმენდვა რას ნიშნავს? მერაბმა ეგ გააკეთა. აი ყველას ეჩხუბა, ვეტერანს, ახალს, ძველს, სტრაიკერს, მოჭიდავეს, რავი, ანუ ყველას ეჩხუბა, ყველას შეხვდა, ყველას მო. ეგ არის დივიზიონის გაწმენდა ჩემთვის. ეხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს უბრალოდ იმის, რომ ტრილოგიაში მერაბი მოიგებს და ამ რაღაც ლაქას, რომელიც მოგწონს თუ არ მოგწონს, ხალხის თვალში მაინც არის, გადააფარავს. და ისევ დაბრუნდება იმ დიდებულ საუბრებში, რაშიც აქამდე იყო რა. და ეგ რატო გამახსენდა ახლა ხაბიბის გოუთობაზე რო ლაპარაკობდით, მან ხშირად იყო ლაპარაკი, აი მერაბი უფრო გოუთია თუ ხაბიბიო რა. და მანდაც ისევ კრიტერიუმებზე გავდიოდით და რავი, კი ხაბიბს ნოლი უწერია, მაგრამ მერაბმა რო დივიზიონი გაწმენდა, ეგრე მე დივიზიონის გაწმენდა არ მახსენდება არავისგან. მერაბის ლეგესია ძალიან დამოკიდებული არის ახლა კიდე რა ამ ტრილოგიაზე, ჩემი აზრით ძალიან ბევრი არის აქ რა. მერაბი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო Bantamweight-ი ასრულებს მის კარიერასა, ჩემი თვალსაზრისით, რადგან მისი ერთ-ერთი არა საუკეთესო Bantamweight რანი ჰქონდა, უეჭველი და არ დასრულებულა მაგერანი, ასე ვთქვით, გამარჯვების შემდეგ, პლუს გამარჯვება პლუს ერთი დაცვა, ჩემთვის არის თავზე საკმარისი, რომ მაგალითად პიოტრიანთან შეასრულოს, რომ შევიყვანო ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლეებში. უბრალოდ ახლა მერაბის სკილსეტი, რო ვთქვათ, ახლა სკილსეტი ხო ახლა ჩვენ ვაპარაკობთ GSP-ზე, ჯონსზე, ილია თოფურიაზე, გინდა იმას რა ქვია, დიმიტრი უზონსოზე ძალიან დიდი უნარების ფართო არსენალი აქვს. ხო, ფართო არსენალი აქვს და მაგაზე ვსაუბრობ და მაგიტო ცოტა ვერ წარმოვიდგენთ მაგ მიმართულებაში თორე ჩემი თვალსაზრისით ერთ-ერთი კი არა, ანუ პირველი ნომერი არის სავარაუდოდ Bantamweight-ში, თუ პეტრიანმა არ დარჩა 1-5 წელი და არ გადაწმინდა კიდე ერთხელ დივიზიონის ზევიდან, ყვით ასე რომ ვთქვათ რა. ჩემთვის ჯერჯერობით პირველი ნომერი არის, რადგან ხარ პეტრიანის ფაქტიურად Bantamweight-ში რამდენად რაკეტები დიდი არა აქვს. მე როტო, აბარა. ბიჭო, კაი ამბავია თუ ცუდი ამბავია, ჯოშ ჰოკეტი გააკანსალეს რა და არ იქნება UFC თეთრი სახლის პრეს კონფერენციაზე. ლუკა, კაი ამბავია თუ ცუდი ეს? ჩხუბზე არის აი ამბავია, მე აღარ შემეძლო მაგის ატანა უკვე და შეიძლება მართლა იჩხუბათ, რა ვიცი, ანუ მართლა აი პირველად იყო რომ შეუწუხეთ რესტოკით, აი ცხოვრებაში მართლა იყო აი. და რაღაცა მომისმენია, მაგრამ ეს თოფურიას ეფექტი გააგდეთო და აღარ შემოუშვეს იმისმენე რა. აი უეჭველი რაღაცას ილიას ეთყოდა, მე აი უნდა ენერვიულა ეხა რომ აი მე აი რაღაც ისუელეები და არ მივოდა რა მაგაზეც ალკე ეხა დაფიქრება რომ ეს რაღაცებს ეუნება ეხა რაღაც კომენტარები გააკეთა მე რომ სკოლის იმაზე მერხზე ვერ გადარჩებოდი ცემ რაღაც ისუელებს და გამოიყენებდა ეხა მაგასაც და ძალიან კაი თუ არ იქნება რა. ხო, სამართლიანი არის ეს ამას გამოთიშვა პრეს კონფერენციიდან. ამ მომენტში სავარაუდოდ უბრალოდ რაღაც ტექნიკურ დისკომფორტს ქმნიდა ჯოშ ჰოკეტი. უბრალოდ ეხა მე უყურე ჯოშ ჰოკეტის ბოლო ინტერვიუს და უაზროდ ადეკვატური იყო მის ინტერვიუში, ანუ რა იყო ჯოშ ჰოკეტი და არა ნებისმიერი მისი ალტერეგო რა. ძალიან მარტივად და პირდაპირ ლაპარაკა რომ ალექს პერერასთან რომ ამოვარდეს სილგანი მე ჩამჯდებიო და მაგიდე ეთქვა ვარ მე ჩასმული ვაფშე მაგათ ქარჩიო და ასე შემდეგო და ან სილგანი ან ალექს პერერა რომ ამოვარდესო მე ვარ მაგათი ზამენაო და მაგათი ჩანაცვლება მე ვარო და ასე შემდეგ რა ანუ პოზიტიური ეფექტი რაც იყო ხო რომ ადეკვატურად დაიწყო საუბარი რა და მოხსნა მისი კრინჯი და ჩემი თვალით ცოტა სიმპათია გამოიწვია რადგანაც ანუ მე მინდა ჯოშ ჰოკეტი დავინახო და
არა, ახლა ფოაზე ხარ ეს მოიქცია უკვე შენ ჩემი ყურადღება საკმარისი არის საბრძოლო სტილითაც მოიქცია ყურადღება და გაგვაცანი მიხარ ხო? უყურებ გადადი შენ თავზე ხარ მიხარ და შეიძლება მე უკვე სიმპათიით განვიწყო მაგ ბრძოლის მიმართ რა. და ადეკვატურობა გვანახე რა. იყო მაგდროს ერთ დროს მაგრეგორზეც იყო ასეთი ვარიანტები, რომ ვითო აუ ძალიან გიჟია და რაღაცა და მე რაღაც ადეკვატურ ტეიკებს რო ანგლოაძე და მაგრეგორი კონტრასტზე ძალიან ანგრევდა მეტოქეს ახალხის გულებს ხოაზე ხარ რა ძალიან იმყოფდა მაგიდან გამომდინარე რა. ჯოშკუკეცაც მაგი ვარიანტი რო დაატრიალოს მაგ რა. და რა ჩვენ კონტენტი დაგვაკლის ფაქტიურად რა. ხო და მე ეხა ვიძახი რომ დერიკ ლუისი მარხავს მანდ ჯოშ ჰოკეტს და მან თარდება. სტილისტიკურად ნელია რომ აუჭეხავდეს როგორც კურტის და საერთოდ არა გამორიცხული და მგონია რომ ეჭიდავება. უბრალოდ გიო ხო ჯოშ ფუჭკვიანი ძალიან მაგრა ჭიდავს მართლა ძალიან მაგრა ჭიდავს მაგი რა არა არევასება ხო ჭიდაობა მაინც გალიაში არა ევასება აღარ მახსოვს სად იყო ჭიდაობა იმ ბლეიდს სადაც მოსაგებია მაგრამ და ეჭიდაო ბლეიდსო ბლეიდსთან ვერ ეჭიდაო არა არა ბლეიდს როგორ უნდა ეჭიდაო ბლეიდს არის კურტის ბლეიდს არის ყველაზე მაგარი მოჭიდაო ჩემი აზრით ჰევივეიტში ვინც არის ახლა რა ეს ანუ იმენა რესლერი ვინც არის კურტის ბლეიდს სათანადოდ დაუდგა ჭიდაობის ელემენტებში ძალიან სათანადოდ დაუდგა და ძალიან მაგრად დაუდგა თუ დადგება და ერთ-ერთი გასვლის ახლა ბლეიდზე ცუდი ვარიანტი ერთ-ერთი გასვალო არის ფრეზის განუსა ვარაუდოთ ალბათ მეტი არავინ და რა მაგაზე ცუდი ვარიანტი რომ ერთი დატყვა ერთში ცვალო რა მაგიდან გამომდინარე ჯოშ ჰოკეტი რა დებილი და რა ანუ უაზრო ტიპი არა ის რას აკეთებს და ანუ ძალიან ღია ტვინია ძალიან ღია ტვინი გააჩნია რა საინტერესო დაყურებელია რაღაც ახალს უყურებ და მე მაინტერესებს მაგას უყურება მაინც ეგ არ ვიცოდი ის პერეირასთან მაგითო წამოიწყო ესეთი აშკარა არა მაგი თვითონ საუბრობს თვითონ მაგას რომ მეო მაგაში ჩამსვესო რომ ისაო მაგი თვითონ საუბრობს თორე ეხა რეალურად ფაქტურად ვიღაც რომ ამოვარდეს ხო რეალურად ხო ჯოშ ჰოკეტზე კაი ვარიანტი შორტნოთესზე არავინ არ არის არც ერთისთვის და არც მეორესთვის რა რომელიც კარზე არის ხო ეგ მაგაზე არ მქონდა აქ ამ ნაფიქრი და ჭკვიანი მეც არ მქონდა ნაფიქრი თვითონ თქვა ძმამ ისე რო დააკვირდე რა White House-ის ეს პრომოები და რო ეს ტრამპთან რო ჩაიყვანეს და კოსტუმებით და საროჭკებით თუ პერანგით და ასე შემდეგ და რაღაცა როგორ თქვა რა სწორად ელეგანტურ სტილს რო აწევიან და უცოდ ჰოკიტი რო შემოდის შუათითებით White House-ში და პრეს კონფერენციაზე ანუ ეგ პრეცედენტი არ დაუშვეს 1%-ითაც რა ჩემი აზრით და მაგიტო ისქნეს რო ეხა White House არ მოუხდებოდა იდეაში ეგ პრეს კონფერენცია ალბათ ჯოშ ჰოკეტთან შეუძლებელს მაგეთ მარტივად მოლაპარაკება უბრალოდ მე ვფიქრობ რომ გადააფასენ და რაღაც პონჩი ანუ მართლა გიჟად წარმოიდგინეთ ხოაზე ხარ რა თორე ჯოშ ჰოკეტს მე დარწმუნებულა რომ უთხრან რომ განსაკუთრებით იქაურბას უსმა რომ უთხრას რომ ტრაკი დააყენე და თუ დააზებოდი უთხრა დააყენე ազეოა ბიჭო ხალხი რო იძახის რომ აი they are all ყველა კაც იმაზე დებენ რა ხო ასე ხარ გეიჩის აი იციან რომ ძალიან მაგარი ანდადოგია მაგრამ მაინც აი გეიჩი იზამს ხო ასე ხარ აი ეგეთ პონჩი ვარ ოღონდ ლუიზზე რატომღაც დერიკ ლუიზზე ამ ბრძოლაზე რა მას ცხოვრებაში ნათქვამი გაუცვალოს ჰოკიტმა აი რომ ეჩხუბოს ბლეიცივით და ლუიზსო ბოლო ბრძოლა ვისთან წააგო ბოლო ბრძოლა წააგო shit წამი გეტყვი ბრაზილიელთან ხო კოსტასთან წააგო კორტესთან კოსტასთან წააგო და რა სალსაბოის ძალიან ცუდად დამახსოვრდა როგორ წააგო რა აი დანებდა რაღაცნაირად აი მაგალითად იმასთან იყო ხო კაკრას წაიღა ვიზოლაპარაკოდით მაგარი მოჭიდავი რო არის ჰოკიტმა რო ეჩხუბა ბოლოს Curtis Blades ხო Blades-თან რა Blades-თანაც ეგრე აგებდა, მაგრამ დაიჭირა, ხო, ბოლოსკენ მოუკვდა. აი, ვოლკოვი დაიჭირა, მაგრამ დიალოგი დარტყით ბოლო წამებზე. ბოლო წამზე, ხო. Blades-ი ხო, Blades-ი მეორე რაუნდში დაიჭირა, მესამეში არა, მეორე რაუნდში დაიჭირა აპერკატზე რა. ძალიან მაგარი იქნება რა, Derek Lewis-ის ის ბოლო ყვირილი, რა. White House-ში შორტებს რო გაიძრობს Derek Lewis-ი, ხო. მე ძალიან გულშემატკივრო, ბრავი. მე თვითონ მე მაგრამ მივასება დერეკ ლუისის ისტორია ზოგადად და ხანუ ქარიზმატიული პერსონაჟია უაზროდ. კაც დამარცხებული ყავს ნგანუ, ხო?
მაგრამ მაგი ბრძოლა იყო საზიზღრობა. ხო, ორივე მორცხათ რო იდგა. ანუ განო მენტალურად გატყდა იმის სიმწაგების მე როდესაც სტიპენ მიოჩნდა სკოლაში წაიყვანა, შემიმის სკოლაში წაიყვანა და იდგა და ხელის ეშინოდა თვალებში უყურებდნენ და ყველაზე ცუდი ბრძოლა არის ჰევი웨იტში რაც ჰევი웨იტში არის UFC-ის ისტორიაში რაც დადობილა, მაგრამ რა თქმა უნდა ის უწერია ანგარიშზე მაგის სახელი. და ეწერება ცხოვრების ბოლომდე. მოკიტმა რო იჭიდაოს, ცოტა აურას დაკარგავს და ეგ ძალიან უფრთხილდება ალბათ მაგასთან. კი, მეც მაგას მე ფიქრობ რომ ჯოშ ჰოკიც აქვს ერთი რაც აქვს, ხო, რომ ground and pound-ი შეუძლია რომ ეშხომოსაც ყველაზე მნიშვნელოვანი აქვს მაგას რა. რაც ყველაზე უძლიერესი ნაწილი აქვს. რომ ground and pound-ი შეუძლია რომ შეჯდეს. მოდი რა შევახსენოთ რა უცებ ხალხს რა, რომ დღეს არის Fight Hop-ის 262 ეპიზოდი, არ ვიცი რომელ ქართულ პოდკასტსაა გამდენი ეპიზოდი რა. კაროჩე ერთადერთი ვიცი ჯო როგანი, ოღონდ ეგ ქართველი არ არის რა, მაგას ერთი ბევრი 1000-ობით აქვს რა, ხო ასე ხარ და მე მგონი და ჩემი ცოლის დაკალებსაც არ აქვს მაგდენი სერია. ხო და უბრალოდ შევახსენებ ხალხს რომ ეს არის უფასო სიამოვნება, თუ გევასებათ MMA რა თქმა უნდა და ხარი დაგვიჭირეთ, გამოიწერეთ უბრალოდ ჩვენი არხი და ეს დაგვეხმარება ჩვენ რომ გავიზარდოთ და ესეთი კონტენტი უფრო ხშირად რო გქონდეს რა, Fight Hop პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcast-ზე უღრმესი მადლობა. ძმებო, ჯო როგანი ვახსენე რა და ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე რაღაც ხშირად არა, ძალიან იშვიათად მაქვს ხოლმე ძალიან ესეთი სიამაყის გრძნობა ხოლმე ჯო როგანი რო ბაზრობს ხოლმე რა ილია თოფურიაზე რა, ხო ასე ხარ ამაგარი და რაღაცა ხო აი ძალიან მაგრამ სიამოვნეს რა თქმა უნდა მერაბზე რო ბაზრობს და რაღაც ხო ასე ხარ ჯო რა ტიპი არის და ეხლა ბოლოს იყო ჯო როგანის სტუმარი დევენ ლარეტი. ხო ასე ხარ ვინ არის დევენ ლარეტი? ბუყურე მაგრამ. აუ გენაცვალე რა. აუ როგორ გამისწორდა იცი? ბიჭო ლევანზე რო დაიწყეს საუბარი და ლევანი რო აჩვენა რა, ჰალკი რო აჩვენა პირველად ჯო. დებია სიცილის. ჯო როგანის რეაქცია ნახე რა იყო ეს ვინ არისო? შოკში იყო ეს ვაფშე არსებობსო საერთოდ. რამდენი კილო არის და ანუ ჩავთო უეჭველი. კაი იყო თავიდან ბოლომდე. ძალიან ლევანზე ლაპარაკობენ განსაკუთრებით ძალიან სადასილოა. ხო და დიდი ხანი. გამხელა არისო და 420 პაუნდიაო და ერთი და მართლა მახელა თან 180 და რაღაც კილო არის ლევანი. და ერთი 10 წუთი იცინიან დაახლოებით რა და მე ლევანის ჰაილაითები არის და ამის მიღწევები ლევანთან რომ ერთხელ ხელი გაუჩერეო რა აი top team-ო და რას ნიშნავს ეგო რა გააკეთეო ეგეთიო და რო წევენ რა რო იწება ხო არის რომ აი მიგაქან არ მიგაქ და აი ცოტა ხანი შუაში გაუჩერა ხელი ამაზე მეუნებოდიო რომ ეს მიღწევა გაქვს ხო აქაც 10 წამი აქ უდგას ხელი და მე მაინც უყურებს რომ შემდეგი რა ხდება შემდეგი ყველა ეს არის რა და ხო ანუ ისე ილაპარაკათან ლევანზე ვარატმა რომ აი ამ სპორტის წვერვალი არის და არავინ ახლოს არ ყოფილა და საერთოდ შეუდარებელი და მოკლედ ანუ როგორც გოუთი, ოღონდ სახა გოუთი ილაპარაკა და სასიამოვნო იყო თან მართლა იმ ხელაა რომ გეცინება შენს აი რო უყურებ გარედან რომ აი როგორ უნდა მოვუგო ეხლა ამას შეუძლებელია მართლა არ არსებობს უბრალოდ მე ლევანში რა უწევს ძალიან ბევრჯერ ვარ გადაკვეთილი ჩვენ და აი ძალიან უაზროდ თავდაბალი პიროვნებაა რომელიც რეალობასთან უაზროდ ახლოს არის რა და ყველა ადამიანთან ისეთი პირდაპირ დამოკიდებულება აქვს რეალურად რომ ძალიან გაკვირვებს ასე რომ ვთქვათ რა მაგდონის ლეველის სპორტსმენი რომ ანუ იმდენად დედამიწაზე არის სწორად რომ ვთქვათ რა იმდენად აქ არის რა და ამ შემთხვევაში ყველა ხალხთან სურათების გადაღება რაღაც არანაირი პრობლემა არასოდეს არ აქვს არანაირი ის ნეგატივი უკარგესია მართლა აი გამოსეულა კალიკაცია სამაგალითო ერთ-ერთი ქართველი არის რაც მე მიყვარს ჩემ ქართულ სპორტსმენებში მაგი არის კაროჩე ჯო როგანის რეაქცია იყო oh my god look at the size of this motherfucker holy shit აი ესე როზის რაღაცა და ეს ბიცეპსები რო აქედან აქით აქ აი მაგრამ აქ ფოტოზეა ვერ ანუ AI ეგონა ძალიან დიდი ხანი სანამ რაღაცები არის ბიჭო და აი დედას ვიცავა რა 5+ წელიწადის წინ რა ალბათ 7 არ მახსოვს რა ჯო როგანს ინსტაგრამზე მივწერე გაუგზავნე სურათი ლევან საგინაშვილის რა მინდოდა რომ ენახა იმიტომ რომ მაგრამ მაინტერესებდა რა და
ამიხდა გუშინეს რო უყურე რა ჯო როგერის რეაქცია ლევანის თუ გატყუებდი რა და მაგრამ გამისწორდა და ისე რომ მოიყვანოს ის ლარატი არის ძალიან რაღაც ჯიგარი მასტი არის რა ძალიან განათლებული და ეხლა ნახე იმას ეჭიდავებოდა გორდონ რაიანს ჯიუ-ჯიტსუს გოუთი ეს გორდონ რაიანს ანუ იმაში გრაპლინგი იყო თუ რას გულისხმობ ხელის გადაწევა არა ორივე იყო ანუ ერთი ჯერ გორდონი დაუდგა გადაწევას და მე მეო ძალიან ჟანზე ვარო ლარატი ეუნება რა ის მე რო ხელი გამაშლევინო ანუ ძალიან რთულიაო ანუ შემილიაო რა დიდი ხელით ანუ წამოვიღო და მოდი შევკრავო ამასო სპაიდერო და თუ გამაშლევინებო არ მარზეო რა ხო და ახლა სახეზე გიდევს და ხელები რო აქ ხო გორდონი ხტის აი ესე რა და ძალიან უყვირს როდესაც კაცი ღვაზე ხარ რა ლევანს აიღოს ხელი გაუჩერა და გორდონს ეგრევე ახსნევინებს და გორდონს და მე იჭიდავეს ერთი რაუნდი საკუთხედი შეუკრა გორდონმა ერთ 10 წამში დაახლოებით მე რაღაც ბევრი იჭიდავეს ძალიან და კაი საყურებელი იყო ის გორდონმა ეხა დაასრულა კარიერა თან 31 წელს ჯიუ-ჯიტსუში შეიძლება ეს ექსპორტი აიღოს ეხლა და ბიჭო ვინ ჯობია კრეიგ ჯოუნსი თუ გორდონია გორდონი გორდონი ყველა ჯობია ვისაც ნოუგიში ყველა ჯობია რა მაგრამ ეს კრეიგ ჯოუნსი ჯერ ხო კიდე ახალგაზრდა არის თუ ვწდები მაგასთან შედარებით მაგას დაანებ და ძმებო შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა იმაზე რა ანუ რა ქვია ბელალ მაჰამედის კარტზე ცოტა შევეხოთ და თუ გაინტერესებს რა და ბოლოს დავამთავროთ იმით რა გთხოვ რა White House pick-ით რა და იმიტომ რომ ეგ მოდის რა ორშაბათს მე მომეწონა ეს კარტი გავერთე ძალიან კაი ჭუები იყო ყველაზე ძალიან რაც მომეწონა იყო ბრაის მიჩელი აი ძალიან კაი იყო რაღაც კომენტარები შემხვდა რომ ვიღაცებს არ მოეწონა ჭუბი იმიტომ რომ ბევრი ჭიდაობა იყო მაგრამ მე პირადად არ ვიცი ძალიან მისიამოვნე მართლა ჩემი აზრით ძალიან ლამაზი გრეპლინგი იყო და როგორი ხასიათი აქვს მიჩელს მაგის ყურებაც ძალიან სიამოვნებს რა აი საერთოდ არაფერზე არ უფიქრე აი ნაბიჯი უკან არ გადაუდგავს მესამე რაუნდი რომ დაიწყო გამოვიდა გამხეცებული ჩვეულებრივად და უსეთი ლამაზი ისინი ქონდა გადასვლები მაუნტიდან ზურგზე და ზურგიდან საბმიშენებზე და რაღაცა ვერ მოიშორა ლუნამ უმაღლესი დონის ჯიუ-ჯიტსუ ანახა და მაგის ყურება ზოგადად ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ძალიან იშვიათი არის ეგ ხა ძალიან კარგი გრეპლინგი ძალიან ბევრს არა აქვს UFC-ში რაც ეხება ლუნას აი სუფთა ბავშვური შეცდომა ქვია მაგას 21 წლისაა ეხა ლუნა და ჯერ არა უშავს გადაწყვიტა რომ უნდა ჭიდაობით მოიგო მიჩელისთვის და რაღაც უფრო cool იქნებოდა ეგ რომ აი მიჩელს თავის არა როგორც ვანი რო გუდავდა ტაირა სატომღაც რა ის ბავშვი არის ხო ვანიც რა და იმის მიხვდა მე დაანება თავი და მიჩელმა აი შეუსრულა სუფთად მე თქვა რომ ჯერ ახალგაზრდა ხარო და ისწავლიო რაღაცებს მაგრამ ეს კაი აკვეთილი იყო საერთოდ არ იყო ცუდი რაღაც შემესაც დაემართა ეხა ეს ლუნას მაგას აქში მაგას რა უნარებისა აქვს ეგ არა აქვს ჩემი აზრით UFC-ს 90%-ს უკვე აი პიკში უბრალოდ ბრაისი ძალიან მაგარი იყო და თან საბმიშენით რომ მოიგო ბოლოს ეგეც ძალიან გამიხარდა და მაგროვაში რაღაც გამოიკვეთა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სულ უნდა ვილაპარაკოთ რა პირველ რაუნდში ბრაისამ რო წაქცია აიღო საით კონტროლი და მე მაუნტი რა და ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა იმაზე რომ რატო არ ააყენა მსაჯმა იმიტომ რომ არ აქტიურობდა დიდად მიჩელი რა ანუ არ უტყავდა ეგ გულისხმება მაგრამ საჯმა რო არ ააყენა და ბრაისამ რომ მთელი 4 წუთი აკონტროლა სანტიაგო ლუნა რა მაგან გამოიწვია ის რომ მესამე რაუნდში ისეთი სიკაგაცლილი იყო ლუნა რომ საერთოდ ვეღარ სუნთქავდა რაღაც მომენტში დარსი შეუკრა ბრაის და იმდენად ანუ გაუშვა ჟანგბაჯო თვითონ გაუშვა ანუ ზემოდან იყო დარს შეკრული ქონდა და დაწვალუჟა და ხელები გაშალა რა და მე რო შენ ანუ ჯესი ისაუჭიდავდა და მე რო შენ წაგაქციე გარც რო გავცდი მაუნტი რო ავიღე ჩემი წონა რო გადევს და გასუნთქებ შენ რო ერთად ვერ მიდიხარ და მაგას ქვია დაკუქვა რა აი
ის ქუქინი მაგას ღირეზე ხდება დავშორნო რა. ანუ ეგ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბრძოლის დანარჩენ ნაწილზე, იმიტომ რომ ფილტვის რაღაც მომენტში კუნთი არის ხა და აქ რო რაღაცა 70 კილო გადევს, შეიძლება ერთხელ ამოისუნთქო რა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ რაღაცა როგორც 20 ჯერ რო გააკეთებ და მე ხელები აღარ გაქვს, იგივე ემართება რა და მაგ კონტროლმა თავიდან გამოიწვია ის, რომ ანუ გაწყდა წელში ლუნათან ბრაიცის კონტროლი ძალიან მაღალი დონე არის და ჩემი აზრით უნდა აცადო რა საჯმა აი ეხა ჩამოვყალიბდი მაგაზე მივედი რომ მე რო წაგაქცევდა ზემოდან ვარ და მუშაობ და ეგ მოიპოვე ჩემი დამსახურებაა და არ მოწამართვა უნდა მაცადო ეგ მუშაობა რა ბიჭო როგორი პონტი ეცი ანდახან რო დგანან რა ხვიჩ რა ორი მებრძოლის სტრაიკერი და რო არ ისვრიან არაფერს უნდა გააჩერო მაშინ რა და უნდა უთხრა აბა ეხა ქვემოთ დაწეკითო რა ისე ცოტა ოფტოპს მოგცემ ლუკა მაგის შესახებ რაზე შენ საუბრობდი რომ ჩვენ ახლა ჩინეთში რო დავიწყებდი ჩემ კარიერას ხო მაგ დროს UFC-ს ავსტრალიას ვინც მსაჯობს ის მსაჯები იყვნენ WLF-ის ორგანიზაციაში რა და მაგ კატეგორიულად არასოდეს არ აგაყენებდნენ ფეხზე წარმოედგინე რა და გაფრთხილებდნენ რომ ანუ სტენდაპი როგორც ასეთი არ არსებობს იმიტომ რომ ეს არის მებრძოლის მოვალეობა შენ რო თუ გინდა ადგე ხო ადგე და ზოგადად ანუ პოზიტიურად მუშაობს, იმიტომ რომ იმის იმედი არ აქვს, რომ მე აქ ხელებზე შევეჭიდები და საიგრაფე მსაჯი მე ამაყენებს 30 წამში ერთ წუთში რა, ვიდრე ძალა დავხარჯო. ესე ანუ ტექნიკური ხერგი რა, ხო ვითო რაღაც შოუსისკენ ვიწევით მარცხნივ, ვითო თანამედროვე MMA-ში რო აყენება იციან და რაღაც, მაგრამ ეს არის უშუალო მოვალეობა მებრძოლებს, რომელიც ქვევიდან არის, რო ადგეს. ანუ რა მისი გრაუნდ გეიმი გაიჩეკოს ბოლომდე რა და თქმა უნდა პრაის მიჩელის ნაირად მაგალითში ხო ბოლოს მოაქვს ყველაზე მთავარი დივიდენდები ბოლოსკენ ღებულობს მებრძოლე რა და 100%-იანი სუპერ სასარგებლო არის მაგ რა ჩემი კონსაზრის ანუ რო დავაკონკრეტო რა ანუ მე რო აქცე ანუ მე რო მაუნდზე ვზივარ და აი ამბობენ ხოლმე რომ არაფერს თუ არ აკეთებ მაშინ უნდა გაკეთონ რა აი ეს რო არ გირტყავ არ ნიშნავს რომ არაფერს არ ვაკეთებ თვითონ ეგ პოზიციაც რომ მაგ აი ერთხელ უნდა აღმოჩნდეთ მან როგორი არის როცა ნავარჯიშები კაცი რომელმაც იცის პოზიციის შენარჩუნება და შენ ცდილობ ამ პოზიციიდან გამოსვლას და მაინც რო გტოვებს მაგ პოზიციაში რამდენად დამღლელია ეგ და პლუს რო უნდა ის უნდქო და ზიდო ამ კაცის წონა რა რომ ვიღაცა გაზის აქ შენ ცდილობ გამოხვიდე რაღაცებს აკეთებ ურტყავ სიპესკეიპს აკეთებ ისა რაღაც და ძალიან იხარჯები პლუს ეს კაცი სახელზე გაწევს თან პროსპექსი აქვს ხვირთან და კარგად ვერ სუნთქავ თან ფილტვებზე რაღაც ისა აქვს შენი კერდი მკერდზე უდევს და შეიძლება არ ურტყავ ესე მაგრამ არაფერს არ აკეთებ არ არის სწორი შეფასება მაგის როგორ არ ვაკეთებ ანუ ვაკეთებ ანუ ვღლი, ვაკონტროლებ და ენერგიას ვაცლი. რასაც გამოვიყენებ რაღაც მომენტში და ჩემი აზრით არ არის რა ეგ, იმიტომ რომ შეიძლება სულ გამოიყენონ მე სტრაიკერებმა ეგ რომ რაც ხუჩამ თქვა ეხლა რა მოკიდებენ ხოლმე ესე ხელს ანდერჰუკებს აიღებენ, ესე მიიკრავენ რაღაც აკეთებენ და ნუ აი არაფერს არ აკეთებს თურმე რა და არ არის ეგრე რა, ჩემი აზრით მოჭიდავის ის არის, ისე რაც ყველა რაუნდი ფეხზე იწყება წააქცევ თავიდან მორჩარაუნდი მე ახლი უნდა წააქციო ისე ახლი უნდა წააქციო ეგ ბენეფიტი აქვს სტრაიკერებს და გდების ის უნდა გამოიყენონ რა დააშავა კაცმა წავაქციო მომენტებს იქნებს პრაის მიშელსაც შეიძლება უბრალოდ რეალიტი ჩეკი გაუკეთა მაგას და ეგ რა რეალურად ახალგაზრდა მებრძოლე დიდ MMA სამყაროში აჩვენა რა და როგორ ხდება რა პატარა და აი აქ აგებ ჩხუბს. აქ არა. ამ სკოლაში არა, პატარა გებებში აგებ რა. რომ შენ არა ისტორი ერთი პატარა გადაწყვეტილება მიიღე, რომ შენ მე დამეტორო ჩემ სფეროში და ჩემ წყაროში და მაგითო გადაიხადე ultimate საფასური მაგის რა. თორე ახლა რო ვთქვა რომ ლუნა შეეძლო 29-28 გაეწურა, რეალურად შეეძლო რაღაცნაირად მიაღწია მაგაზე რა პირველ რაუნდში ქულები დაეგროვება შემდეგ, მაგრამ როგორ თქვა მერაბმა he's too warm ჯერ კიდე მზად არაა ხო ასე ხელ როგორ თქვა რა ჯერ კიდე მზად არაა ჯერ პრაის მიჩელი იმდენს იზამს რომ მეორე თოფურიასაც მიიღებს ალბათ
მაგას უნდა გადავსულიყავ უჭერ. მგონია რომ ეს ჭუბი სასანიშნია. კაი ჭუბი არის რა. ეს ლუნა ითხოვდა თავიდან ამ ალექსანდრეს გიჟივით, მაგრამ რა ის ამ ახლა მეორე ჭუბი მოიგო მიყოლებით ძალიან კარგად გამოიყურება. ამ ხო ხედავთ ამ პერფორმანსთან და ალექსანდრე რას უზამდა მაგას. ხო და ნახავდი. ოი. სიამოვნებით ნახავდი. არა მე ლუნაზე ვაყვა, ლუნა რას უზამდა, მანამ ლუნას რო ეჭუბა? ხო რა ეჭუბა რა. ომარი რო თქო კიდე კაი არ გამოვიწვიო. კიდე კაი არ დათანხმდა შეიძლება. არ დამთავრდა. ახლა რაღაც იტყვის პრალი. ლუნამ გამოიწვია ალექსა? აი ხანია იწევს 1-2 თვე. ეგ არის? ეგ იყო, ვიცი ხო, 1-2 კაცი იწევდა კიდე სხვებიც რა. ბიჭო, მოკლედ რა, ეხა დაგვრჩა რაც შევკვირდით ხალხს რა, ხვიჩ, ლუკ და თქვენი მეძე ვარ რა. იმიტომ რომ ბევრ ჭუბზე რაღაცა გზნობა და ის არ მაქვს რა, რაღაც ჭუბებზე უფრო ლოგიკურად ერთი მგონია, მაგრამ რაღაც გზნობა პირიქით მიდის ხოლმე ხარ. ანუ ყველგან როგორც მახსოვს არის დიეგო ლოპესი, სტივ გარსია. და მე ჩემი პიკი იქნება სტივ გარსია ნოკაუტით. ვაა. ძალიან მეოსება გარსია, ერთ-ერთი ჩემს ყოველი მებრძოლი არის. და დამოკიდებული არის რაღაც მხრივ ლოპესზე ეგ ჭუბი, იმიტომ რომ ლოპესი ძალიან კარგი მოჭიდავია უბრალოდ ანუ როდის იყენებს, იცოდაც არ იცის, რა მომენტში ჭიდაობს, როდის უნდა ეგ ყველაფერი აი ძალიან კარგად შეუულია ვიცით, სულ ძალიან კარგად განმოდის, მაგრამ აი 1000-ში ერთხელ იყენებს ხოლმე. და მგონია რომ ეხა არ გამოიყენებს, იმიტომ რომ ძირითადად არ იყენებს ხოლმე. და როგორი ბრძოლაც უყვარს ლოპეს, აი ეს რაღაცა მოდი გავცვალოთ დარტყმები ძმაო, აი მაგ თამაში, მაგ წონაში სტივ გარსიას როგორც შეუულია კაცის მიზინება, აი ეგრე იშვიათად. მაგ კაცს აქვს გამორჩეულად მძიმე დარტყმა გამთიშავი და უბრალოდ მგონია რომ თუ გაცვალეს და ანუ ძალიან დიდი შანსი არის მაგით რომ გაცვლიან, მგონია რომ გარსიასი გავა და დაიძინებს ლოპესი. თუ ეჭიდავა შეიძლება წამოიღოს ლოპესმა, მაგრამ ნახოთ ეგეთი მარტივიც არ არის ახლა გარსიას ესეთ რევა. არ არის ძალიან ცუდი მოჭიდავა. ანუ მგონია რომ როგორც აი სილვასთან შევიდა ტიპი, პირველ რაუნდში მოკიდა ხელი წააქცია, ამუშავა და მე მაინც გომში ეჭუბა. და კინაღამ წააგო იშუბა. ანუ რაღაცნაირი ტიპი არის. მგონია რომ ეხა გარსიასთან გომში გაცვლიან და გარსია დანოკაუტებს. ეს ჩემი პირველი პიკი. მე მგონია მე ვიყავი მარტო გარსიას მომხრე და მერც მე აბსოლუტური გარსიას მომხრე ვარ, იმიტომ რომ მე კიდე სხვა ტეიკი მაქვს, რომ დიეგო ლოპესი ემზადება ბოლო პერიოდი, ბოლო 3 ჭუბის 5 რაუნდიანი ბრძოლებისთვის ემზადებოდა რა. და როცა მე ბრძოლე 5 რაუნდიანი ბრძოლებისთვის ემზადება, ჩემი ბრძოლების მაგალითზე გეტყვი, ძალიან ძნელი არის 3 რაუნდიან ბრძოლაში დაბრუნდე, თან გარსიასთან ნაირთან, სადაც პირველი რაუნდი შენ პირველი, მეორე, მესამე რაუნდი უეჭველი მოსაგები გაქვს, პირველი 2 რაუნდი უეჭველი მოსაგები გაქვს, ანუ არ გაქვს შენ მაგდენი დრო ასე რომ ვთქვათ რა. ამდენი ხელა ფანჯარა. ამიტომ იმდენ გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯერ გარსიასთან გაცვლა ერთ-ერთში ყველაზე ისეთი გადაწყვეტილება არა, ჯანსაღი გადაწყვეტილება არა. ამიტომ გამომდინარე, მე გარსიას ვირჩევ უეჭველი და ანუ ეს გასაგებია ახლა რასაკეთებს UFC-ც, მაგიდან გამომდინარე, რომ დიეგო ლოპესი არის და შემდგარი სახელია, მაგრამ გარსიამ გააგოროს დიეგო ლოპესი, ყველა ვაქცევთ გარსიას ყურადღებას, ვინც MMA-ს ანუ ზედაპირულად უყურებ რა და შესანიშნავი ბრძოლა აქვს გაკეთებული UFC-ს მატჩმეიკინგის თვალსაზრისით რა. ამიტომ აბსოლუტური ჩემთვის ფავორიტი არის გარსია წარმოვიდგინე ამ ბრძოლაში, ანუ მაგას ვამბობ რა, ისე კი არა რომ კონკრეტული ფავორიტი არის სტილისტიკურად, რომ ვერ ხედავ 3 რაუნდიან ბრძოლაში დიეგო ლოპესმა რაუნდა შესთავაზოს გარსიას. და ეგ არის რა, იმიტომ რომ დიეგო ლოპესი ხო, ჟან სილვასთანაც არ გამოიყურებოდა საკაიფოდ გომში. რეალურად, მაგრამ იმ დარტყმამდე მასე მაგრა ვერ ხედავდი რა და ჩემი აზრით გარსია ერთგვარი ფავორიტი არის.
ანუ ორივე მიდიხართ underdog-ზე რა, საყო ძმაო, ძალიან ბევრ ხალხს აქვს ამაზე 3000 ადამიანს აქვს ხმა მიცემული და ლოპეს გონია 83% რა და საინტერესოა ძმაო. რავი, ლოპესის დაფინიშება უბრალოდ ძალიან ისეთი რაღაცა მგონია რა, მაგარი dogfight-ი მგონია რომ იქნება და მაინც გადავიხრები ლოპესისკენ რა. მოდი ლუკ მეორე ბრძოლაზე ავიდეთ რა. შემდეგი არის დაკასი ნიკალი, ხო? კი, დაკას ნიკოლ, ხო? მე ავიღებ კაილ დაკას და I'm not playing cool. ანუ იმიტომ კი არ ვიზახი რომ რაღაც ანუ მართლა ანუ რო არ ვიცოდე ის კოეფიციენტები მე რო არ ვიცოდე, რაც არის და ის betting underdog-ი რამხელა არის დაკასი და ზოგადად ამ ნიკალთან რამხელა underdog-ი არის ყველა რატომღაც. რა არაფერში არ წერია ჩემი აზრით რა. კაილ დაკასი არის ძალიან მაგარი MMA-ის მებრძოლი. აი ძალიან მაგარი MMA-ის მებრძოლი. ბევრი რამე ის კარგად დიდი ხანია ჭუბობს. ხა ვიღაც შეიძლება ახსოვს რომ რომან დოლიძე მუხლი ღარტყა და გათიშა რა. ჯერეთი მე რა, აი რომან დოლიძე და ბონიკალი ვოდ მოჭიდავენ და ეგ რა შუაში გეტყვი. მე წავიდა UFC-დან. ბრძოლები მოიგო, მე მგონი Cage Warriors, ხო? ეგრე მახსოვს. CFC-ს რაც მე ლევან მაღაშვილი იყო ჩემპიონი, მაგრამ ეხლა სადაც იცო ჭუბობს ეხლა მე მგონი. დაბრუნდა მე გადაბმული აქვს ფინიშები. ანუ მოჭიდავე ძალიან მაგარი არის. ერთი გიცერია ძალიან მაგარი. ანუ მიწაზე ძალიან მაგარია რა, დაკასი. თუ წააქცევს ნიკალი და შეიძლება წააქცევს ალბათ ერთხელ მაინც წააქცევს, არ მგონია რომ დატოვოს. ანუ აი გააკრას რა. გომში უკეთესი მგონია. მოკლედ მგონია რომ დაკასი მოიგებს რაღაცით. ანუ არც გამიკვირდება რომ ფინიში იყოს და ჩემთვის ძალიან უცნაური არის აი ეს სიგიჟე ანდერდოგობა რაც ახლა დაკასს აქვს რა. ანუ ეს ძალიან მაგარი მოჭიდავე რო ხარ, არ ნიშნავს რომ ძალიან მაგარი მებრძოლი ხარ. ანუ აბსოლუტურად აფერშუაში არა ერთმანეთს. ანუ საერთოდ აფერშუაში არა. ჯერ არ დამომტკიცებია ახლა მაგბიში რომ აი მაგდონეზე უნდა აწმუნებული ვიყო რომ მოუგებს. ჩემი პიკი იქნება დაკასი. მაგას ვაპირებდი ეს კლასი და დაკასი ჩემი პიკი არის ამ ბრძოლაში. თან ჭიდრო პიკი არის ამ ბრძოლაში. ისეთი მჭიდრო არა, რაფეც სტივენ გარსია. იმიტომ რომ გარსია უფრო ერთგვარი აშკარა ფავორიტად მიმაჩნია. მაგრამ დაკასაც შეეხება, ხო? დაკასი comeback-ს აკეთებს მისი კარიერას და მისი კარიერის comeback-ში ძალიან მაგრა გამოიყურება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვითო აიგარ. უმაღლეს პიკთან უახლოვდება მის კარიერაში და ყველა ასპექტში ძლიერი არის, მართლა ყველა დეტალებში ძლიერი და ბონიკალში რაც დაგვანახა დერიდერმა, ხო? რომ არის როგორ გატეხო ბონიკალი რა, როგორ გატეხო მენტალურად პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით რა და კაილ დაკას ზუსტად ეს ინსტრუმენტები აქვს. რითი შეუძლია გატეხოს დერიდერზე შედარებით მაგრა შეუძლია და ბონიკალი გატეხოს რა. მაგიდან გამომდინარე, რადგან ბონიკალი მაგრა თავისუფალ ჭიდაობაში დავს, ეს ანიშნავს, რომ ბინძურ ბრძოლაში ხო, კაილ დაკასთან მაგი რაღაცა შეძლებს. ცოტა მეტ ფავორიტად მე დაკასი მერჩევნია მაგათ რა, მაგ ბრძოლაში. ეს აშკარა მომენტი არის რა, რადგან რეალურად ახლა ბონიკალი ხელით მიიყვანენ UFC-ში და ანუ ძალიან კომფორტულად აძლევდა სიტუაციებს და დერი ხო, ერთი უკომფორტულესი სტილისტიკური მაჩაპი იყო, სადაც ანუ მისი კომფორტულობა ძვირი დაუჭდა რა. ამიტომ გამომდინარე, რა თქმა უნდა, დაკასი ჩემი არჩევანი არის და მეგონა რომ მე მარტო ვიყავი მაგ გარსიაზე და დაკასის საკითხზე, თორემ მარტო ამყოფილი ვარ. ხო, არა და ძალიან ისეთი უცნაური ისენი არის რა, კუშები თუ რა თქვია, ხა underdog და ფავორიტი. ასწაული ხდება. აი, მაშინ რა მე ავირჩე ბოუნიკოს რა და მორჩა ბაზარი. Let's go. ამერიკულ კოჩი, თუ არა ამერიკელი დაკასიც ვარ. ორივე ამერიკელი. აი შემდეგი არის კიდე ძალიან დიდი ფავორიტი არის, ხო? ლუკის რუფი რა, ბრაზილიელი კონერი. აი მან ვეთანხმები ბუკმეიკერებს. რუფი მგონია რა. ნოკაუტით სავარაუდოდ. ალბათ. რაღაცით რა. ბიჭო, არა და იმასაც ხო ხედავ რომ გრაგზა ადვილი გზა, ბევრად უფრო ადვილი გზა ხო აქ ხოლმე ჩანდლერს. მაგრამ არ მიდის იმ გზაზე, არა ხვიჩ? განსაკუთრებით რუფისთან. ახლა
შენდლერს სავარაუდოდ რას დოლასაც შესთავაზებენ იმას ღებულობს და ეგაა მაგი მომენტი რა. ჩემი აზრით რუსს ვირჩევ მაგ ბრძოლაში, იმიტომ რომ ანთროპომეტრიულად რუსისნაირ მებრძოლებთან შენდლერს უჭირს და ანუ ატარებს ზიანს, პლუს ახლა მაგის ვიდეო ვნახე, სადაც დარბის და მაგარ ფოთზე ვარო და ანუ ვითო იგენი ქონდა რა შესხლილი რაღაც წერები და ისინი ხო აზეხა და ანუ ჩემი პრაიმ ვერსია ვარ იღრინება არადღე ამ დროს ყველაზე ბებერი ვერსია არის მისი თავის რა. და ამერი ბასრი კონტრშეტების მებრძოლე და ზოგადად მაგარი დარტყმების მებრძოლე როგორც მაურისიო რუფი სავარაუდოდ მაგასთან არანაირი შანსი არ აქვს რა ფინიში თუ არა იუნანების დისიჟენი კინაღა 30-27-ია ჩემი თვალსაზრისით რა იმიტომ რომ მე ვერ ხედავ რა უნდა შესთავაზოს მაიკლ ჩენდლერმა უკანა ოვერჰენდის გარდა სხვა რა შეიძლება შესთავაზოს მაურისიო რუფის რასთან მაურისიო რუფი როგორც რავი რა ძალიან გაფუჭებულია რა ჩენდლერი რა აი აჩდილიც აღარ არის უკვე აი პედი პიმბლეტმა ხელი მოკიდა და ჩავი ჩაარჭოდა მე აი ეგ არ არის რა ჩენდლერიც აღარ არის უკვე რუფი მგონია მოკლედ მარტივად სკილსეტიდან გამომდინარე რუფი აბსოლუტურად ფავორიტი მიჩნი ჩენდლერი მინდა რა რატომღაც რა რომ მინდა რომ მოიგოს მაგრამ არ მგონია Okay, let's go up. ამაზე უკვე მე ვთქვი და ვიძახი რომ ესეთი გზნობა მაქვს რომ Derrick Lewis-ი აქ ჩაატარებს და დამარხავს რა Josh Hawkins და I'm going Derrick Lewis პირველი რაუნდი იყოს ნოკაუტით. მეორე. ხო, ნუ თუ ბლეიცივით იჭუბა არის დიშანს, მაგრამ არ მგონია რომ წააქცევს და დაკოთავს რა. ანუ არ გარისკავს ეხა ისედაც გარანტირებული აქვს საქამრე და ანუ Derrick Lewis აი 10 წლის მე რო იჭუბო შეიძლება მაინც ძალიან დიდი საფრთხე იყოს რომ ის თუ დაგასვა ის ერთ დარტყმა. ალბათ ყველაზე მძიმეს ეგ ურტყავს ვაფშე აი რა უჭუბია ვინმეს ისტორიაში ერთს რო ურტყავს Lewis-ი ეგრე არ უნდა ურტყავს. გონია რომ არ გაუცვლის წააქცევს და 1-2 და ეგრე მორჩება ეჭუბი. ამიტომ მგონია ჰოკიტი. ხოკიტის ბრძოლებს უნდა გადახედოთ NFL-ში და ბელატორში რო გეიგოთ რა არის ჯოშ ხოკიტი რა და ვინ არის ჯოშ ხოკიტი რა ჯოშ ხოკიტი არის მოჭიდავე აქვს რაც კრიტიკს გაწუროს მე ჩემი აზრით ხოკიტი მეორე რაუნდში დააფინიშებს დიდი ალბათობით Derrick Lewis ძალიან დიდი ალბათობით პირველ რაუნდშივე თუ არა მეორე რაუნდში უეჭველი დააფინიშებს რა ნახოთ რა შემდეგი ჩვენი წარსული ოპონენტი კამარირო გადმოგვცა შონომალი Faraz Zahabi also known as Ariel Helwani მაგაც Helwanis უძახიან ხო იცი ეკაიფებიან ხომ Helwanis რო ის მაგრა გავხარო იმას გავსო ხო Zahabi გავს ომალის დავფიქავ მე ნოკაუტით ან ქულებით რა მგონია რომ კაიყბა აქ იმ ზაჰაბის გათიშვა არ არის მარტივი მაგრამ ომალი შეუულია აი უფრო მგონია რაღაც 29-28 ქულებით შეინტო რომ მე მგონია რომ რაღაცა ზაჰაბი მაგის ძმა ფირას ზაჰაბი არის ერთ-ერთი ყველაზე კაი მწვრთნელი ვაფშე რა ვინც MMA-ში არის ხა დამეთანხმება ხუჭა ალბათ ფირას ზამაღალი მწვრთნელი არის აი ჯორჯ ჩემპიონი მწვრთნელი არნოლდ ალენის და ნუ ამ შემდეგ რა და გონია რომ ააჭიდავებს მაგრამ ეგეთი მარტივი არ არის ხა ომალი ძალიან კაი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს ჩემი აზრით ჯიუჯი თუ მართლა ძალიან კაი აქვს და შეიძლება ერთი რაუნდი რაღაცით წაიღოს იმან იმიტომ რომ იმას ძალიან ამტანი ყბა აქვს აი მინახავს რაღაც ბრძოლები რომ უნდა წააგოს და აი მე მგონი იმასთან იყო ხო ალდოსთან რაღაც სასწაულად რომ გადარჩა აი კლავდა ალდო და უცებ ფეხს რო ურტყავს სოკერ კიქს რო ურტყავს ალდო და რომ კასდება მაგრამ ომალი მგონია მაინც კლასის ხარჯე რა უკეთესი მებრძოლი სადღაც მგონია რომ დაიჭერს ძალიან თუდატყმაზე და ჩემი პიკი იქნება ომალი მე ხუმრობის გარეშე ომალი იმაშია 3 რაუნდიან ბრძოლაში დესიჟენამდე მისვლაში ერთ-ერთი დაუმარცხებელი მებრძოლი რა რადგან ძალიან ძლიერია 3 რაუნდიან ბრძოლაში ომალი და პლუს ომალის პროგრესს დღემდე ვხედავ მე ყველა ბრძოლიდან განა მერაბისთან ბრძოლები წააგო ხო იმ ბრძოლებშიც მაგის პროგრესს ვხედავდი რა და ის ომალი მგონია და ომალი მგონია უფრო 3 რაუნდიან ბრძოლაში მიუდგომელი მებრძოლი არის ზახაბისთვის რა იმიტომ რომ
ძალიან მაგარი ფუტბოლი აქვს, მაგრამ ზახაბის არც აქვს ახლა უძლიერესი, რომ 5 წელი დაუმარცხებელი არის. რეალურად Ultimate Team-ის ტეგზე არის 2019-დან 21-მდე პაუზა რაც ჰქონდა, ხო? იმის შემდეგ ახალი მებრძოლი შემოვიდა და რო ვთქვა ახლა რომ natural born talent-ი აქვს რაღაცა, არ აქვს ასეთი ტალანტი, მაგრამ ნუ საუკეთესო ერთ-ერთი კოუჩი ყავს და ძალიან კარგი ნამუშევარი აქვს რა. ნამუშევარი აქვს რა, ვინც არის ეს GSP-ის ფუნდამენტალური ტრენერი არის, მისი ემან ზახაბის არა გასაკვირი არ იქნება რომ გაგავაოცონ, მაგრამ მე რეალურად ამალი ყოველთვის მივირჩევნია 3 რაუნდიან ბრძოლაში, კინაღამ და ყველას მივირჩევნია რა, იმიტომ რომ ძალიან უაზროდ უძლიერი ბრძოლია 3 რაუნდიან ბრძოლაში მალე რა. და ბევრჯერ დაამტკიცა მაგიდან, გინდა პეტრიანთან, გინდა სხვა ბრძოლებში რა. ჯომალის ყველაზე მაგარი ბრძოლა, ჩემი აზრით იყო პიტერიანთან რა. იმიტომ რომ მან დაჩვენა რა ძაღლიც აყავს რა და შეუძლია რა იმის გაცემაც და მიღებაც და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ეგ 3 რაუნდიანი იყო? კი. 3 რაუნდიანი ხო? ხო რა, შონომალი 5 რაუნდიანის კლასი იყო ძალიან. ვისთან? მეორე კამრის დასვა რომელიც ჰქონდა 5 რაუნდიანი ძალიან მაგარი. ჩიტოსთან ძალიან სამხრივი იყო. არა? ძალიან კლასი იყო. პერფორმანსი ხო, ნუ ძალიან მაგარი. სოიადონთანაც გაიჩშებოდა 3 რაუნდში. მაგრამ ახლა ყველაზე 3 რაუნდში გაკეთა ხო გასაგებია აქვს შეაზე ახლა რა. ძალიან მაგარი მუშაობა. ნუ ხო ყველა შონომალის ვირჩევთ აქ მგონი რა. ხო? მე შონომალიზე წავალ და გადაწყვეტილებაზე წავალ მე რა. მეც გადაწყვეტილებას ხო და ლუკა მიდის ფინიში. ან ნოკაუტიან ქულები, მაგრამ უფრო მაინც მესტის მგონია რომ ქულები. ნახოთ რა, არ გამიყვი ალბათ სტილისტიკურად აწყობს ძალიან რა ომალის ეს. არა მეც მინდა რომ თქვა. ის ხომე წინ და უნას დიოზა ეგ ომალის ურჩევნია რომ შენ დიოდა იმან სადაც სლიპ და დაგიჭიროს რა და მე სხვათა შორის ძალიან სუსტი არა, მაგრამ კაი ამ პიკები არასდროს არ მქონია ხოლმე რა. აი დაჟე ტოპოლოგიზე ვთამაშობდი, ხო? ახლა ტოპოლოგიზე რო შეგიძლია რა, მაგას ვთამაშობდი და რაღაც 66% თუ რაღაც ეგრე მქონდა რა. აღოდ მე კაი ხანი აღარ მითამაშია რა. მე ვასებოდა ზუსტად რო არ ტყავდი რა, რაღაც მუღამი მქონდა. აი ზუსტად, ანუ რომელ რაუნდში და რა მეთოდით რა. და ვერდიგზე შეგილია ხო და ტოპოლოგი მე გაძლევს იმეებს რა ბაჯ როგორ არის ბაჯებს გაძლევს რა არა კამრებს ის ბაჯები არის კამრები ხო რა და სადაც ავედი მე დამავიწყდა სავით ისე თუ თამაშობთ ფულს დებთ და რაღაცა მე კაცი არა ვარ ძმაო მე არ მომისმინოთ ჩემი პიკები არის ძალიან სუსტი და მე არასდროს ფულზე არ ვთამაშობ ხოლმე რა I just want to throw it out there gamble responsibly folks look ვინაური შემდეგი ზემოთ ერიგანი co-main event კაი ძმაო დავიწყებ რა რახან მე ძალიან სწრაფად ვიძახი ხოლმე თქვენაირი ის არა ვარ ხოაზე ხარ პრო მოკლედ გული მიგძნობს რომ ლოგიკურად გონია რომ ბიჭო განმა უნდა მოიგოს რა რაღაცნაირად გონია რომ ლოგიკურად იმიტომ რომ იქნება დგომში თლიანი ბრძოლა ჩემი აზრით წესით უნდა იყოს დგომში ანუ გამოდის ის მერე რომ ეს არის პერერას ლუკმაპური ხო მაგრამ ესე მგონია რომ შეიძლება რაღაც კომფორტის პონტი იყოს დისკომფორტი ის რო ადის პირველად არის ამ წონაზე და გონია რომ ძალიან რთული დასაჭერი იქნება განი და ვიძახი რომ განი მოიგებს მაგრამ აი თან ის კონფლიქტში ვარ იმიტომ რომ პერერა ხო იცი რა მასტი არის პერერაზე როგორ უნდა წახვიდე იმაზე რა მაგრამ ხო კარჩე მივდივარ განზე რა და ფინიშს არ ვიტყვი იმაში, ხო? არა, ფინიში არ ამგონია სხვათა შორის, რა decision გადაწყვეტილება განზე წავა. Okay. მე მგონია პერეირა პირველი ან მეორე რაუნდი მაქსიმუმ. აი ეგრე მგონი, ნოკაუტი. იმიტომ რომ
განი ხა კაი მებრძოლია ძალიან დგომი განსაკუთრებით კარგი აქვს. უბრალოდ ჩვენ ჩემი აზრით გვაბნევს ოპოზიცია ვინც ყოლია სირილ განს კარიერაში. ანუ ეგ ძალიან კარგად რომ მოძრაობს და რაღაც გასაგები არის და რაღაცა ფრენსის განუს 2 რაუნდი მოუგო დგომში და პერეირას შედარება ეხა იმ ტაიტ უივასასთან და ფრენსის განუს დგომთან და ეს უივასასთან ომი ქონდა გაჩაღებული განს და მაგაზე გამახსენე. რაღაც თუნდაც ასპინალთან. აი აშედარება ეხა პერეირას სტრაიკინგი და ასპინალის სტრაიკინგი რა. უპირატესობა რაც ექნება არის სისწრაფე, ძალიან ჩქარი არის მაგტონისთვის განი. მაგრამ მე მგონია რომ 1 ან 2 კაი ლოუ-კიკი რო გავა წინა ფეხში, დაკარგავს მაგ მობილობას. და თან რაღაც სასწაულად უტყავს, აი ვერ აკაუნთერებენ რაღაცნაირად და მგონია რომ დაიწყება ჭხუბი, პერეირა 1-2 კაის კაფ-კიკს გაარტყავს, ფეხს გამოაცლის და დისტანცია ზახურავს და ერთ დარტყმაში გაამთავრებს რა. მე განი ზოგადად არ მიყვარს, სადაც შინელი ადამიანი არის და გონია რომ დაიჟება თავისი რაღაცების გამო, რაც აკეთა მთელი კარიერა თავისი კეფაში რტყმებით და თვალების ხრებით და უფრო მაღალი დონის სტრაიკერი არის ალექს პერეირა და მოიგებს ამ. ფრანგებზე ბევრი იძახის უზრდელები არიანო, რა ვიცი, აბა რა გითხრა. მაგის სირილ განიც ფრანგია და მესი ვარ აქ რა. უღერალი. ბიჭო, აი ხა მე გავაკეთებ ჩემ ფიქს ვის აირჩევს ჩემი აზრით ხვიჩა. მე უნდა გამოვიცნო რომ ხვიჩა აირჩევს შემდეგ ეპიზოდზე. დაელოდ. ანუ თემა რა არის? სირილ განზე რა მინდა თქვა რა. მე მინდა 2 ფიქი მქონდეს აქ. რო ზუსტად 50-50-ზე მაქვს ჩემი 2 ფიქი მაქვს ბრძოლაში რა. 2 ფიქი არის ერთი რომ სირილ განი იგებს ირანების decision-ით, რადგანაც ხო? პერეირა ახალ ზონაში როგორ გამოიყურება ძიმე ზონაში. არავინ არ ვიცი და რას ვხედავთ? რომ ირანების decision-ით რომ სირილ განი პერეირას დააფინიშებს, მაგის ერთი წამითაც არ მჯერავს, რადგანაც 84-დან როგორც კი ავიდა, ხო? რეალურად ხმის მდგომარეობა შედარებით კარგად გამოიყურება რა. კარგად იტანს დარტყმასა და სირილ განი ახლა მაინდა-მაინც რო ერთი დარტყმა ქონდეს რაღაცა ზღიერი მაგ ისტორიის მე ამჯერავს. პლუს სირილ განი არის ის მებრძოლი, რომელსაც შეუძლია 5 რაუნდი იმოძრაოს და გაატაროს 5 რაუნდი რა. და სადაც პერეირა 5 რაუნდი ადესანიასთანაც გაატარა და გაუტარებია ბრძოლებში რა 5 რაუნდი ამიდან გამომდინარე. მე მაშინია რომ შედიდი ალბათობა არის იმით, რომ სირილ განი decision-ს წამოიღებს მაგიდან გამომდინარე რა, რადგანაც პერეირა თვითონ არ არის ის მებრძოლი, რომელიც ქულებს აგროვებს, როგორც ასეთი რა, ზიანზე ორიენტირებული მებრძოლია და არა ქულების აგროვება. ეს სუპერ ქულებია. ეს სუპერ ქულების მაგროვებელი მებრძოლია რა. უბრალოდ ერთი გასაღები აქვს პერეირას რა. მეორე 50-50-50-ზე, იმიტომ რომ ზუსტად გაწყვეტილი ვარ რა, ასე ვთქვათ რა. და როგორ პერეირას დავინახავთ? ეყოფა მძიმე ზონაში თუ არა დარტყმის ძალა, იმიტომ რომ ქვემძიმეში ვხედავთ რომ ეყოფა კი არა იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ვინმეს ქონია სავარაუდოდ. ქვემძიმეში შეიძლება ენტონი ჯონსონი გავიხსენოთ, უფრო მძიმე დარტყმით მებრძოლი, მაგან დავატოვოთ უფრო სწორად რა. და მეორე გასაღებია, მეორე ვარიანტია ჩემი, რომ ალექს პერეირა იგებს on ჩერეზ მოდიშათები, ანუ მოდიშათებიდან გამომდინარე, მარჯვენა პირდაპირ რო დაარტყმას მაგალითად. ხო? კორპუსში და მაგიდან კომბინაცია განვითაროს, მისი გასაღები არის რა. high kicks ვაფშე ვერ ხედავ მაგის გასაღებს, სირილ განის საწინააღმდეგოდ და ხელებით აქვს რა გააკეთოს, რა პერეირას მაგ სიტუაციაში. და პერეირა რო არ იჭირავს მაგ გასაგები არის, ზოგადად ახალი ის ყველაზე ცუდი წაგებები სირილ განის იყო, რომ ჯონსმა და ჯონსონგანო მეჭიდავენ. და ზოგადად დგომში ყოველთვის კომფორტულად აჩვენებდა თავს რა. პლუს დგომში რაც ის უნარი ძალიან კარგი აქვს და არ დავივიწყოთ, რომ სირილ განი არის უერთი უბინძურესი მებრძოლი და არ ნიშნავს არა რომ თეთრ სახში არ გააკეთებს სიბინძურის მაგ. არაფრის გარანტია რა. თუ პრაიდის ხელთათმადებს არ ჩააცმოვენ, სადაც ხელი მოღოლული არის ხო? აი არის თორსა. მე რო ვიყო სირილ განი და ხვალ მაქვს ალექს პერეირასთან ჭუბი, გეფიცები გამიზნებულად თვალში დავარტყამ პირველი რაუნდში თვით.
აბა მოვაკლევიები ხა თავს ვაზე ხარ რა მოიწვევი და მეორე დარტყმა მუხში იქნება კეიკ რა ქვია ობლიკი ყველაფერს იმიძურეს გავიგე მესამე დარტყმა იქნება პახში კიდე ვაზე ხარ რადგან ტემპი აქ იცის ბიჭო ჩარტყმა აი საშინოა და იმიტომ რომ მაინც კიდე შენის ნაწილია მაგრამ ეს ბინძური მოქმედებები რო იცის იმენა ძალიან ცუდად იცის და ძალიან მაგარი ჯონსთან ერთად ერთ ლეველზე არის ბინძური მოქმედებების მოყენებაში რა მაგიდან გამომდინარე მაგრამ აუცილებლად რომ დამიყენო მართლა 50-50-ზე არის რა მაგრამ აუცილებელი არჩევანი რომ დამიყენო რავი რაღაცნაირად გულის რილგანისკენ გადაიწევა გადაწყვეტილების მიმართულებაში იმიტომ რომ მაგან თუ გადაიტანა ალექს პერერას ცეცხლი პირველი 2 რაუნდის განმავლობაში ხო ეს ნიშნავს რომ სავარაუდოდ 100%-იანი decision-ს გამოიღებს რილგანი იმიტომ რომ ალექს პერერა უკვე ისეთი გაბინძურებული მდგომარეობაში იქნება რა ასე რა პლუს რატონა იჩხუბებს ალექს პერერას ჩვენ არ ვიცით როგორი ალექს პერერას როგორ დავინახავთ მაგი არის კითხვის ნიშანი ჩემთვის რა რომ მაგი რო არ ვიცი ხო მაგიტო არ შემიძლია რომ გაუმჭიდრო სიტუაცია ალექს პერერას რა მაგიტო თქვი პირველად მე რა იმიტომ რომ აი ხო ასე ხა ისე არ გამოვიდა რომ თომ ხუჩას გადაუღედა რამე ხო ასე ჯერ ხომ მეთქვი რა და gone to your head ხუჩა ხალხო ხუჩა დამეტახმა მე ასე ხარ მარა ხო რა რო მაიძულონ არჩევანი ხო რომ მაიძულონ სილინგანს ვიტყოთ რომ მაიძულონ მაგრამ 100%-იანი 50-50-ია შედეგი რა პირველი 2 რაუნდი არის მაგის მაჩვენებელი უბრალოდ და პირველი რაუნდია მაგის მაჩვენებელი რა იქნება რა როგორ წავა პირველი რაუნდი ისე წავა მთელი ბრძოლა ეს პერეირა 20 კილოს რო იკლებდა ისე ურტყავდა ხალხს რომ აი სტრიკლენდს და ყველას რა აი ავიწყებდა ყველაფერს და ეხლა რო აი საერთოდ ეს სტრესის გარეშე πως აპს არ დაიკლებს მგონია რომ უბრალოდ შეხებაზე მოწყვიტავს აი უბრალოდ ეგ მოძრაობა არის კარგი რაც აქვს განს რომ აი არ გაუშერდება არსად მაგრამ მგონია რომ მოაზრობს ფეხს რაღაც მომენტში წაართმევს რა 1 2 3 ჩაარტყავს და დაკარგავს მაგ მობილობას და მაგიტომ მგონია რომ აი ერთი კაი შეხება და მორჩება ეგ მოკლედ მაგარი ხუბია ძალიან ველოდები გიჟი სუპერ მაგარი ჩხუბია და პროსტა უბრალოდ რა მომენტი არის იცი ჩვენი სილურგანი ხო ცაცია არის მიხდი და მაი მარჯვენა ფეხი აქვს მაგას წინ და მაგას წინა ფეხით ქალხი მოდო ხო ძალიან ძნელი ისტორია არის რა ანუ ისე არა ორთოდოქს ხო პერერა ფეხს მოაწყვიტავს სახეს მე ანუ ორთოდოქსთან როცა ჩხუბი ხო პერერა უკანა ფეხს ურტყავს და მაგით ძალიან აწყვიტავს ფეხს მაგრამ ეს როცაცია ხო ამას წინა ფეხის გაწევა უწყობს მიხდი წინა ფეხის გაწევაზე მართლა აიფოკი აქვს ჩვენ ძმას რა მართლა აქვს ეს მარჯვენა ხელი წინ გაწეული და აიფოკიც აქვს და ანუ ჯებიც აქვს და ყველაფერი აქვს რა რომ ბეიზი უტეხოს პერერას რა ეს ცაციის მომენტი ვარ მაგრამ შევთვის რა ძალიან ბევრი ნიშნული არის უშუალოდ ამასთან ჩხუბში ცაციის მომენტი რა და პლუს ნუ მაგიტო ვამბობ რომ ჩერეს გვიზლი ცაციასთან შეუძლია პერერას რომ შევიდეს სიგულგართან ბიჭო რაღა ადესანია იკეთებდა იმ ჭხილებს ფრანგულ ტიპებს რო ეძახიან თო გაიკეთები ნაგერი კაც ვიცი ფრანგული ტიპები რო გაიკეთა იმან აი ძმაო კაც მოხდებოდა რა მოკლედ აი ხლა არის თავარი ბრძოლა ალბათ სოფლიოში ერთ-ერთ რავი ყველაზე დიდ ღონისძიებად ითვლება ალბათ თუ რაღაცას ზედმეტად ვფიქრობ ეხა რა არ ვიცი რა ეგეთი გზნობა მაქვს მე იმიტომ რომ რახან ესეთი დიდი MMA-ის ფანი ვარ და თან სადაც ხდება და რავი ესე მგონია რომ რავი ძალიან მნიშვნელოვანი ყველაზე დიდი ერთ-ერთი ღონისძიება არის რა და არა მარტო MMA-ში ხო საერთოდ მაგრამ სპორტშიც ესეთი გამოდის იმიტომ რომ ესეთი ისტორიაში ნამდვილად არ ყოფილა ხო ყოფილა როდესმე პინგ-პონგი ან ბასკეტბოლი ან ფეხბურთი ან რამე ეგეთი დონეზე არა ხო მოკლედ ეს არის ბოლო თავარი ბრძოლის ჩვენი არჩევნები და ხო როგორც ვახსენეთ ეს არის თავარი ბრძოლის თოფურია versus გეიჩის ჩვენი არჩევანი მოდი რა ვქნათ იცი თუ გინდა ერთად თქვათ რა კაი 3-2 1-ზე აი 3-2-1 თოფურია very good bavas კაი ცადო კაი მაშინ იყოს 3-2-1 თოფურია round 1 KO
ბიჭო, ყველა ერთ აზზე როგორ ავართ? აბა. რაუნდ 1 კი არა, პირველი რაუნდის პირველი წუთზე მგონია რა. ანუ იმან ისეთი რაღაცები ლაპარაკა, რომ წავალ და თავით შევასკდები და უკან ნამცა გადავდგავ და რაღაც ერთ თუ მართალი არის, აბა რა უნდა მოხდეს, ვერ ხვდები. ეს სიმართლე არაა, ხო? რა მომენტია, იცი? შეიძლება თუ სწორი, ჩემი იდეალური გეგმა რო იყოს და იდეალური გეგმა რო შედგეს, ხო? Justin Gage-ისთვის, ხო? მე დავდობდი რომ მეოთხე რაუნდში აგებს მაგ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამატარა და უკვე დაეცა. მეოთხე რაუნდში Gage-ი აგებს? ხო, მეოთხე რაუნდში Gage-ი აგებს. თუ იდეალურად იმუშავა ჩემი აზრით რა. და ძალიან აჩვენებს კიდე ექსპლოს აკეთებს ტოპურიას სუსტ მხარეებს რა, რადგან თუ შეძლო მისმა კოუჩმა ყველაფერი დავალება შეასრულებიოს ტოპურიას რა. იმიტომ რომ არის ტოპურია როგორ შეიყვანო ღმაწალში, უბრალოდ ტოპურიას თამაშს ვაყევი, შარშში ხარ რა. და მაქსიმალურად არ უნდა აყვე ტოპურიაში თამაშს რა. პლუს საკმაოდ ძალიან ძლიერი ყბა უნდა კონდეს რა, ხა Justin Gage-საც რაღაც პონჩი აქვს ყბა რა, კი დაეცა Holloway-სთან, მაგრამ აქვს ყბა. აუი, მე ვფიქრობ, რომ ეგ ცოტა გასაკვირვი იქნებოდა. არა, ჩემი აზრით რომ მე ვამბობ იდეალური გეგმა თუ აირჩია, ტოპურიასაც დაავდგოთ, ესა ბევრი კლინჩი, არანაირი საშუალო დისტანცია, ძალიან ბევრი კლინჩი, მე ძალიან ბევრი კლინჩი არის საუბარი მაგ სიტუაციაში. არანაირი საშუალო დისტანციაზე დგომა და სუბტაკრებში მუშაობა, ბევრი სტომპები, ბევრი ბინძური მუხლები, მაგნაირ მდგომარეობაში შეუძლია კიდე რაღაც დრო გაიყვანოს და იმუშაოს მაგ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მე არ ვrჩებდი Justin Gage-ის რომ ვიყო მის ნაწილში. განსაკუთრებით, ანუ ყველაზე ცუდი დისტანცია, სადაც შეიძლება იჩხუბო არის საშუალო დისტანცია Justin Gage-ის რა. მაგიტო გაკაჩენ Volkanovski-მ და Holloway-მ ცოტა მეტი, რომ უფრო შორიდან ეჩხუბეთ და ძალიან ბევრი იმოძრავენ რა. მაგრამ აქაც ანუ გეწევა. ფაქტიურად გეწევა, ანუ გიზღუდავს და გეწევა, იმიტომ რომ ორჯერ არ დაგეწევა პირდაპირ ზოლი და მესამეჯერ დაგეწევა მარჯვენა ნაბიჯით, მარჯვენა გარდმული ნაბიჯით რა. და იმენა კლასიკური ბერძნულობაური ჭიდაობა ბინძური დარტყმებით, სადაც არ ექნება ტოპურიის საშუალება აქედან აიღოს მთელი ამპლიტუდით დაგატრიალოს და მთელი ახალი კუთხე შეგიქმნას, მაგ კიდე აქვს სიტუაცია რა Justin Gage-ის. Round 1. ეგ არის პიკები. ეგ არის და რავი, ძალიან ვისიამოვნე რა, ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა, ესე ვფიქრობ, დიდი დრო დაუთმეთ, ბევრი თემები იყო და აი ამ ეს კვირა იქნება აი ძალიან განსაკუთრებული კვირა რა, რომ ელოდები ყველაფერს, ხო აზეხა რა, ანუ როცა იქნება კონტენტი იქნება რაღაცა დაგვბომბავენ ეხა კი. მე თვითონ რაღაც. მედია სკრამი, პრეს კონფერენცია, განსაკუთრებით, ესა და რა თქმა უნდა ბოლოს ჩაგვირგვინება იქნება ორშაბათს რა. იქ წარმომიდგენია კიდე რამდენ რაღაცას იზამენ, აი იქ იქნება ინგლისურად რო უძახ, it's a spectacle. არა მარტო ბრძოლა არის, it's a spectacle რა, გამოიყვანენ იმეებს, რა ქვია, fighter jet-ებს და რაღაცებს, არა უეჭველი. White House-ის ზემოთ. ლინკოლნის მემორიალთან არის ახლა პრეს კონფერენცია ჩანიშნული და ველოდებით საინტერესო პრეს კონფერენციის იქნება და თან ტემპერატურა გაიზარდა Justin Gage-ის და ტოპურიასთან ერთად შუაში და საინტერესო არის მაგ გაზრდილ ტემპერატურაზე რა საუბარს და ვინახავთ. ხო, ეხა უკვე ძალიან ისეთი კეთილი face-off-ი არ ამგონია რო კონდეთ. აი თავიდან რო ქონდა ხო ძალიან. ილიას გავრაზებული არის ცოტა. მაგ ლაპარაკის გამო ვიღაცას დაუჯიო და. მოიცა თქვა არა მე? ხო. იმის მერე? ვიდეო რატო როგორ იცი, ლაპებზე მუშაობს და აი ხო. ესე ურტყავს და ოღონ კამერა იქიან არის და ილია რო ესე ურტყავს და ხო. ზედმეტ ლაპარაკის გამო ამ ხელებითო დაუჯიო ერთ კაცო და ნერვები მოუშავა ალბათ იმან. ან შეიძლება არ მოუშავა, პროსტო თქვა არა, აი ტლიკინის მერე. გეყოფა ტლიკინი. გაიძრე ბიკინი. Shout out мама ჩემის. ის იყო ლაი. ბიჭო, აგრა გავერთით რა და ეგ არის ხო, ჩავახუჭუჭოთ? გამოიწერეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი MMA პოდკასტი, Fight Hope პოდკასტი, ეს იყო 262 ეპიზოდი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე.
შენ გამოწერებს ყველას გთხოვ, fight hop-ი გამოვიწეროთ უმაგრესი კაცი გიორგი ნოსტალგიო სარტანია. Boy. და მე ვარ ლუკა კვარაცხელია. რა თქმა უნდა. ლუკა დაგიდროპავთ მალე თქვენ YouTube-ის არხს და მაგასაც უნდა შეეძეთ, რადგან ლუკა იქნება ყველა დარბაზებში და ყველა ცუდად არ გამიგოდა ხორილებში, სადაც ჭიდაობენ, ჩხუბობენ და რაღაცას აკეთებენ. მალე დავიწყებ, ეხა კამერამენს ვაგვარებ, ჩემ და სპეციალისტები. ჩემია სამსახურიდან წამოვიდა სხვათა შორის. სხვა სამსახური წევს და ნემგვარი მალე აი რაღაცებს გავაკეთებ რა. ძალიან მაგარია. Fight hopper-ებს დროებით რა, გემშვიდობებით ჩვენი კვირა. You tune into the Kartwelians on the Fight Hard Podcast. Fight Pod.